15 წლის განმავლობაში საფეხბურთო სცენას ვიზიარებდით მე და ის. არ ვიცი ფეხბურთში ასეთი რამე მომხდარა თუ არა. ადვილი არ არის. ის მე მაწვებოდა და მე მას. ამბობდა კრისტიანო რონალდო 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე. ამერიკული ფეხბურთის ამ ეპიზოდში გადავწყვიტა ჩვენი გაცილება მოუწყოთ სანაკრებო ფეხბურთიდან სპორტის ამ ორ დიად მოთამაშეს. დღეს ლეოსა და კრისტიანოს ბოლო ცეკვაზე ვილაპარაკებთ. Last Dance. ჩემთვის რა მესი რონალდო შორის დებატი არ არსებობდა არასდროს. კრისტიანო რონალდო უფრო გამოსადეგარი იყო საკლუბო დონეზეც და სანაკრებო დონეზეც, ვიდრე ლეონელ მესი. ყველა წუთს აქვს გოლი გატანილი ვაფშე საერთოდ ანუ პირველივე ნიუსი ხდება რომ მესიმ თქვა რომ ნაკრებიდან წავიდა და ეს და სანდრო რო კიდე განიცდიდნენ და ვაი ვიში ქონდათ მეთქი აი ეს საწყალები მე მეგონა რომ რობინიო ოფსოდი ფეხბურთს თამაშობდა თავიდან ეს ადამიანი სცენაზე ჩდება ალბათ 6 კილო საყურით და რა თქმა უნდა საფრანგეთში გამაგრული თავიდან მაგრამ ამარო ტრავმა მიიღო რა გიგვირს რაღაცინეს არაფერი ანდრი უდიდესი იყო მაგრამ ზიდანი უფრო მაგარი იყო რატო იმიტომ რომ მესის ადარებენ პელეს და მარადონას და რონალდოს მესის ადარებენ არ ფიქრობ მე ეგრე და შეგედავები ამ თემაზე სასაუბროთ ლუკა, ტატო, კალა და მე, რაჩი შევიკრიბეთ. რაღაცნაირი კაი კონტრასტია რა, ის არსასპანია, შენ რეალის ფანი ხარ და ნუ პერსონალურადაც ცხადია სიმპათიები გაქვთ ორივეს შესაბამის ფეხბურთელების მიმართ. მე ბავშვობაში ვიყავი რონალდოისტი, მანჩესტერში სანამ იყო და სანამ გულს მატკენდა. მაშინ ეგრე აღვიქვი რომ ეს რა გააკეთა. არ შეურიგდი რომ დაბრუნდა? კი, ოღონდ თან მაშინ რა იყო, იცი რომ უარეს გუნდში გადავიდა ტიპი რა, ანუ მანჩესტერი იყო მეორე გუნდი მსოფლიოში და რეალი იყო, ანუ შედეგებით გულისხმობდა. შედეგებით, რავი, რეალი არ იყო, ჩემთა ლიგის ფინალში გასული 2 წლის მერე და ამას მოგებული ქონდა და ბალონ დორი და ფინალისტ მოკლედ. რეალის კოლექცია არ მესმოდა, უცბად არ მესმოდა, რატო გადავიდა მანჩესტერიდან რეალში, მაშინ ვიყავი, რავი. 2009 წელი იყო. 10 წლის. კი რა თქმა უნდა, ახლა მესმის. მაშინ არ მესმოდა. ეგ ამთავრე. ლუკაც და მე პრინციპში იმ თაობას მივეკუთვნებით, ვისთვისაც მაგათ გარეშე ფეხბურთი ჯერ არ არსებობს, რავი. აი შენ რო ამბობდი ქუჩების ერთ-ერთ ეპიზოდში ფერგიუსონი რო წავიდაო, ძალიან უცნაური განცდა მქონდაო. იმიტომ რომ ორი კაცი იყო რა, ბუფონი და ფერგიუსონი რა. ბუფონი ფეხბურთსაც უყურებდი, სულ თამაშობდა. ის იყო ცნაური, ხო და ჩვენც რავი, არ დავიწყეთ ესენი სულ არის. მიცია, თან მე რაღაც ეტაპზე ჩემს კარიერაში ის კომენტატორობის ამბავი რო ჩაერთო, აი ფეხბურთს უყურებო დაიწყე და რონალდო რო იყო და მე ჩემ პირველი ნაბიჯები იყო საუდის არაბეთის ლიგის საყვანო და იქაც რონალდო დაგვხვდა უკვე რაღაც პროფესია რო შეძენილი და რაღაცებს რო აკეთებ. ხო, ცოტა ის იყო, შოკი იყო, მაგრამ ძალიან რთული იქნება ზოგადად ბევრისთვის ამ კუთხით, იცი, რაც მე გადატანილი მაქვს მაგალითად და იმასაც რა უკვე საფუძვლიანად, რომ საყვარელი ფეხბურთელი რომ მიდის. ძალიან უცნაური ამბავია რა. იმიტომ რომ არ არის მთლად იგივე რაც საყვარელი სპორტსმენი რომ მიდის ინდივიდუალური სპორტიდან, იმიტომ რომ ის რომ მიდის მორჩა მაგით, აი ანდრე აგასი მევასებოდა მაგათ რომ წავიდა ჩოგბურთიდან დამთავრდა რა, ხო, ჩამონაცვლებდი და ბატისტუტა რო წავიდა, რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიცარიელე და მიტოვა. მაგრამ აი მე თან ფიქრობდი კრესპოს ხო როგორ შემატკივრო ეხლა და არ გამომივიდა რა და ეს მე გამიმართლა რომ ძალიან მალევე გამოჩნდა მე მესი და თავისით ბუნებრივად მოხდა მაგრამ ბევრი შემთხვევაში არ მოხდა რა მაგალითად კალას შემთხვევაში ვიცი რომ არ არის კაკა რო წავიდა ვერ შეავსო ვერავინ ჯერჯერობით ეგ ისე რა ჩემთვისაც კაკა იყო ეგ ხო და ზუსტად მაგ მიზეზებიდან გამომდინარე რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ ჯერ როგორც ეთყობა საფეხბურთო საკლუბო კარიერის დასრულებას ესენი არაპირებენ. არც ერთი და არც მეორე. კონტრაქტების მიხედვით თუ ვიმხედავთ ხო? არის კიდე რაღაც მიზეზები და მაგაზეც ვიტყვით. მაგრამ მე მგონი რომ ძალიან დიდი ალბათობით, აი რა ვიცი, მაინც ხო იცი? ბოლომდე ვერ გამორიცხავ. სიფრთხილი თუ დაწყო მაინც. 99.9% ეს არის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. დარწმუნებული იყავი რომ წინა იყო ბოლო ორივე. ხო და აი მაგიტო. ზუსტად მაგიტო. აი რონალდომ როგორც წინა მსოფლიო დაამთავრა ტირილით და ყველა აღვიქვამდით რომ ეს იყო დასასრული, ანუ ფარდა დაეშვა მისა გამოვიდა კაცი არის 41 წლის და მიდის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ მოდი ჩვენ ახლა ამ ხალხს ეკუთვნის რაღაცა tributes რაც ეძახიან მიძღუნა რაღაცნაირად მათი სანაკრებო კარიერის ამ ნაწილის და გადაცემის ფორმატი დაახლოებით ესეთი იქნება რომ თითოეულის სანაკრებო კარიერას მიმოვიხილავთ მოკლედ არ შევალთ რაღაც დეტალებში და ტაქტიკურ ფორმაციებში და ასე შემდეგ. მე ვისაუბრებთ აი ამ დებატზეც რომელიც რა ვიცი ამ საუკუნის მთავარი საფეხბურთო შეკითხვაა პრინციპში მე მგონი თუ რაღაც ადრე იყო მარადონა versus პელე ეკითხვა ჩანაცვლა მესი versus რონალდო და მაგაზე ჩვენ აზრებს ვიტყვით. მოდი დავიწყოთ მესით და არგენტინით რა. როგორ
დაიწყო ლეოს საფეხბურთო კარიერა და რანაირად აღმოჩნდა სანაკრებო ხო ეს ზართული იქნება სულ უნდა გაუსვათ ხაზი ხო გაგდეს სანაკრებო კარიერა დაიწყო კატასტროფულად 21 წამზე მიიღო წითელი ბარათი პირველივე შეხვედრაში კი საოცარი შემოსულმა ეს იყო ეროვნულში დებიუტი უნგრეთთან მოკაჩეს და გაბრაზდარა რაკნეს ხშირად არ იყო ეგეთ შემთხვევაში ძალიან ცუდი დებიუტი ხო მაგრამ სხვათა შორის აი მესის ეგ დიდად აღარ ქონია მე რა არა მან დიფიქრებდი თუ არ იცოდი ვინ არის რომ ეს ვიღაცა მორიგი ხო არგენტინელი აი რა ტიპი არგენტინელი ერთხელ მოკაჩეს 30 წამზე და ეგრევე ჩხუბი დაიწყო გეგონება რომ და ძალიან ისეთი წყნარი და ისეთი აუღელობელი კი ჩუმი მკვლელი აღმოჩნდა იტანდა ყოველთვის იმ უმძიმეს დარტყმას რომლებითაც მცველები ცდილობდნენ რომ გაეჩერებინათ თან ვერ აჩერებდნენ ეგარი აქ სასაცილო მაგრამ ანუ ეს ყოველჯერზე მე მოდა ხოლმე 26 წლის სოფლიო ჩემპიონატზე რატო არა თამაშავ თქვა კარიერის საწყის წლებში იმ თამაშში ხო პეკერმანს ძალიან უმადლის არგენტინული გულშემატკივარი რომ კარგი ნაკრები ყავდა და ხო წაიყვანდა გოლებზე ვილაპარაკეთ სერბეთთან გატანილი გოლი და ასე შემდეგ და რომარა რიკელმეს გამოცვლა ეგ ნაკრები შორს წავიდოდა მაგრამ აი მესიზე მან საყვედურობენ რომ არა თამაშა და შენ როგორ გგონია ხო თან სხვა თამაშებში ბევრი სადაც ათამაშა იქაც ისე ათამაშა რა ცოტა და ნუ შედეგი მაინც ქონდა გასაგებია რომ მესის ბევრი არ უთამაშა ამ ჩემპიონატზე იმიტომ არც ითვლებოდა იმ მომენტში ძირითადის წევრად და თან მაგრამ მესია რა ახლა ქონდა მთელი გაზაფხული შეგახსენებთ იმიტომ რომ მაგ წელს ბარსელონას ფაქტობრივად ვერ დაეხმარა ჩემპიონთა ლიგაზე რა მეოთხე ფინალში დაინტრა და იმის მერე აღარ უთამაშია წესიერად და ფინალში არ უთამაშია და ჩემპიონატზე ხო ნუ გასაგებია რომ შეზღუდული დრო ქონდა თუმცა ხო აი მაგ ბოლო ცვლილება რაც იყო რა რიკელმეს გაყვანა და თორცე კრუსი გამოიყვანა ხო ხულიო კრუსი ეგ უცნაური ცოტა ხო ერთის რო გასაგებია რომ ალბათ მიდგომა იყო ის რომ კრუსი დაეხმარება გუნდს სტანდარტულებისას დაცვაში იმიტომ რომ თავდასხმად არ გამოუყვანია გინდა თუ არა იმიტომ რომ იგებდა არგენტინა ხო მაგრამ იყო ვარიანტები ხო რომ მესი შემოვიდა და ბურთს დაიჭერდა არ კაცმა არ იცის არავინ არ იცის მესი რო გამოსულიყო შეიძლება ძირითადად როცა წააგოს თამაში არგენტინას არავინ არ იცის არა უშავს პირველი მსოფლიო იყო მაგ დროს არის 18 წლის 2006 წელს თუ არ 19 ხო ზუსტად მუნდიალის დროს მაგალითად რიკელმეს ზუსტად ერთ დღეს აქვს დაბადებისა და პავლიკას გიორგი პავლიკას რა ტრიოა გოუთ მატერიალი ჩანს თავიდან ანუ კი მე ვერ ვამჩნევდი ანუ საერთოდ რა იმ ფლანგზე სანამ იყო არა კი როგორ აი მაგ სოფლიო ჩემპიონატი მე ანუ გოუთ მატერიალი რომ მაგდონეზე ავიდოდა რა მაგას შემთხვევით იყო უკვე მანამდე რა ეგ იმიტომ რომ მე მისი პირველივე თამაშები ვნახე იმიტომ რომ ბარსას ხავს უყურებდი და აი ალბასეტესთან იყო ხო რომ გამოვიდა რა რონალდოს პასი რო გაიტანა და მაქედან მოყოლებული ხო რონალდინიოს პასი რო გაიტანა მაქედან მოყოლებული თან მანამდე კიდე ერთი გოლი შეაგდო იგივენაირი ზუსტად ის უგულამაზი იყო რონალდინოს პასია მანდ რონალდინოს პასი მაგრამ არ ჩაითვალა იმიტომ რომ თამაშგარი დააფიქსირა რომელიც არ იყო ხო და კარგია რომ მე გამოსწორდა მაინც რაღაც ისტორიული სამართლობა და თამაში მაინც გაიტანა და მე რო უყურებდი ხო მესის თამაშს რა თქმა უნდა პირველივე თამაშებიდან ცოტა ძნელი სათქმელი იყო იმიტომ რომ ცოტა გახსნა ჭირდებოდა თითქოს რა გამოუთლელივით იყო რა იგივე მალიორკასთან გოლი მახსენდება ხო 30 ნომერი როა ჯერ კიდე რა აი გოლი გააქვს მაგრამ აი ცოტა მოუხეშავია ასე ვთქვათ რა მოძრაობებში მაგრამ მალევე ახალგაზრდულში არა ახალგაზრდულში ძალიან ის არის დიდია სხვების ფონზე რა და დიდებში ცოტა ნაკლებად ეტყობა ყველაფერი მაგრამ ის რომ ძალიან დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო ეტყობოდა თავიდან ხო არა ჩანდა ის ისტორიაც რაც მოხდა რაც ითამაშა ეს ხა წარმოუდგენელი ეს ხა ხო არასებული წარმოედგინა მე მგონა რომ რობინიო ფეხბურთის ფეხბურთის თამაში და თავიდან მესიზე არანაირად არ იყო ეგ ლოგიკას მოკლებული თავის დროზე იმიტომ რომ არა რობინიოს რობინიო ძალიან იყო ხო მაგრამ ანუ ესე როა იყო ნიჭითაც როა იყო რა ანუ ამან როგორ განავითარა თავის ნიჭი და მე მგონია რომ ის ვერ განავითარებდა ესე რა ანუ რაღაც ამას ქონდა კიდე ფესვებში რამაც მე ბოლოს მისცა ხო მაგრამ აი ხა რომ რაღაც წარსულში რო ვიხედები ეგეთი პრესა აი პატარა ტიპს როგორიც რობინიოს ქონდა მაშინ თითქოს მაგის მერე არც არავის აღარ ქონია რა აი ნეიმარი შეიძლება ტიპი ხო აი ნეიმარი კი ნეიმარს დაემთხვა თან სოციალქსელის ეს ტიპი მოდის გავარდნის მომენტში პელეს ხო ახალი პელე მოდის გადადა სიტიში გადავა და ეს ჩუმად მუშაობს აქ ბარსელონაში არა ის მესი რო ბალონდორის სამეულში მოხვდა და რობინიო რო ვერ მოხვდა უკვე და ხვდები რომ ეს უფრო მეთქი ვერ ხსნი რა მე მევასება ეს რაღაცა პატარა ხარ მაინც და ეს ტიპი უფრო მოგწონს რა და იმან რა ვიცი მე ისინი მქონდა რა კამათები რო და ვიღაცები ვიყავით რობინიოს ტიპი ახლა მარტო ბრაზილიის გულშემატკივრები არა რა მართლა საკაიფო თამაში არა შენ ნორმაგიის ქონდა თან რო ხო რეალმა რო იყო და მაგრად გამისწორდა იქ კოპა ამერიკაზე მე თან ამ მესიანი მასაც მოუგეს მივალთ მაქამდეც და რავი ანუ კარგად იწყებდა ის გინდა ჩამოთავოთ მესის ნაწილია ეგეც და სანაკრებო ნაწილია ძალიან
და მივხვდებით აი ვის ხელში აღმოჩენილა ეს კაცი ნაკრებში. 2006 8 წლები ხოსე პეკერმანი. 8-10 წლები ალფიო ბასილე. დიეგო მარადონა 10-11 წლები, სერხიო ბატისტა 2011 14 წლები. ალეხანდრო რაზე შევთანხმდით ეს საბელია თუ საბეია? ნუ საბეია. კი ბატონო 14-16 წლები, ტატა მარტინო 16-17, ედგარდო ბაუზა 17-18, მე ერთი წელი იყო ხორხე სამპაული 2018-ში და მას მერე უკვე 2018-დან დღემდე არის ლიონელ სკალონი. მიმირა ფოტო მაგ დადებული არგენტინის ნაკრების 2010 წლის ჩემპიონატად ვორცდები რა. და არა შუა მერეა 2014-ია არ მახსოვს ზუსტად. ფორმა როგორია? საბეას პერიოდია. და უმეტყოდ მე ძალიან არ მევასებოდა საბეას საშინელი გუნდი როგორც ნაკრების გულშემატკივარი არგენტინის საბეას ფინალში როგორ გავიდე და არა მე შევიცვალე აზრი რა მხრივ ვიცი რომ დავაფასეთ მიღწევა რომელიც დადო საბეამ ფინალში გავიდა კი არა ძალიან მაგრად შეეძლო რომ მოიგო. კი რა მოიგო. თუ ვინმეს უნდა მოიგო ერთმანეთში. ცუდი იყო ეგ არგენტინა რომ ამ კაცის მიმართ მე ძალიან ცუდი დამოკიდებულება მქონდა და აი მაშინ მაგ პერიოდში ფოტო დავდი არგენტინის ნაკრების და დავაწერე რომ respect არგენტინის ნაკრებს. ინგლისურად მეწერე ახლა როგორც მე მიმები ხდება ხოლმე ინგლისურად არის ხოლმე და აქ მეწერე რომ გადმოცემული რომ პატივისცემა არგენტინის ნაკრებს რომელიც 2006 წლიდან წვნელის გარეშე თამაშობს. თორემ პეკერმანი მიმაჩნდა რომ ბოლო წვნელი იყო რომ პეკერმანის მიმართ მიუხედავად იმისა რომ ბევრს ჰქონდა აგრესია და გაბრაზება მე არ მქონდა რა მიუხედავად იმ ცვლილებისა და ისე მოხდა რომ 2015-2016 წლებში ჩატარდა ზედიზედ 2 კოპა ამერიკა. 2015-ში ჩორბათ უწევდა, 2016-ში იყო კი პირიქით 2016-ში უწევდა. არა, 15-ში უწევდა, 16-ში იყო 100 წლის იუბილე. 2015-ში უწევდა ჩვეულებრივად თან რიგით. და მე ყოველთვის სტარდებოდა. სანამ არ მოიგო. 2016 წელს იყო 100 წლის თავი კოპა ამერიკის ამ ტურნირის და ჩაატარეს საიუბილეო თასი. ამერიკის ორივე შემთხვევაში მესი გავიდა ფინალში, არგენტინა გავიდა ფინალში და ორივე შემთხვევაში პენალტებში წააგო ჩილესთან. და მეორე უკვე ისე მძიმედ გადაიტანა ამ კაცმა თან თვითონ ააცილა პირველი პენალტი სერიაში. მე წავედიო. მე მაგ წასვლაზე მოყოლილი მაგ ისტორია, ხო? საქართველოში არ ვიყავე. და ჩემი გადმოსახედიდან ვერ ნახე ხო თამაში. ვერა, ხო დაიწარმოდი არგენტინის იმიდან, რომ 2014-ში ფინალი აქვს წაგებული, 2015-ში კიდე და 16-ში ეხაც და მაგრა თამაშობენ მაგ კოპა ამერიკაზე არგენტინები თამაშა ამერიკაში ფეხბურთი ხო? ულამაზეს ფეხბურთი ითამაშა რა, მართლა დაბრუნეს, გადაგუარეს ყველას. და ლამაზი ფეხბურთით ფინალში გავიდნენ და ჩილესთან ეხლა რევანში ასარე. და კაუჩი ღამე რო იყო ეს თამაში, ვენაში ვიყავე. და ვერ უყურე იქ რა ვერსად. ფიქრობ უყურო ჩანაწერს იქებ ვიპოვოს მე უყურო არ უყო და მეთქი არ მინდა ნახავ მეთქი რაც მეზარება ხა ბრენაში ვარ და ხა კიდე 2 საათი თამაში უყურე და შეიძლება შემთხვევით გადახვეული იყოს ანგარიში ვნახო მაინც და შევედი Facebook-ზე შევედი თავიდან რა მეთქი იქ რა ხდება პირველივე აი რო შევედი პირველივე ნიუსი ხდება რომ მესი თქვა რომ ნაკრებიდან წავიდა და ამ განცხადე ეს არის მე რაღაც მეხუთე ფეხბურთელი ვინც იგივე თქვა დიმარიას, მასკერანოს და ტატა მარტინო გადადგა ეს წავიდა დიმარია წავიდა აგუერო წავიდა იგუაინი წავიდა მასკერანო წავიდა მეთქი რა ხდება ნაკრები აღარ არსებობს არგენტინის ნაკრები აღარ არის მე რო ვნახე რომ თუმე წაუგიათ მე რო ვნახე რომ პენალტი გააფუჭა და ნუ სადღაც ბოლომდე არ იმოშვები რა ქვია არ ვაჯერებ და თავს ნუ სადღაც ჯერა რომ იქნებ მაინც დაბრუნდება ადრე თუ გვიან რა ხა ნუ ვერ წარმოვიდგინე რა ხა როგორ შეიძლება მთელი ეს ამასაკშთან ყველა ფეხბურთელი წავიდეს მაგრამ რაღაც პერიოდი მე როგორც არგენტინის გულშემატკივარი ვარ თავლებული მე ფინალის წაგება გამოვიდა 7-ში ხო წააგო 7-ის ფინალი 14-ის სოფლიო და 2 კოპა ამერიკა ანუ ძალიან ხა არგენტინული თან გულშემატკივრობა როგორი მომთხოვნია მარადონა რო ყავთ ნანახი ცოტა სხვანაირად უყურებენ კიდე და ამ ტიპზე არის იმხელა წნეხი რომ მოიგო ყველაფერი ოქროსბურთელი კამდე პერიოდი მახსოვს იქიდან გამომდინარე კიდე ხა ჩემი განსახილებით როგორც აი ძალიან ისე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ისე გახსოვს რა ეხლა მაგ პერიოდში ხარ ყველაზე აქტიურად ჩართული და აი ჯერ არ გადავსულოთ რონალდოს ნაწილზე, მაგრამ აი მაგ პერიოდში აქ რონალდოს კარიერაში ეს ანაკრებო კარიერაში ხოლმე ესეთი უმატებს. ხო, მომენტი რომ ეგ წელია რომ კონტრასტი არის ეგ იზრდება რა, მე გულშემატკივრებში ხა შენ კი შეიძლება არ იყოს რაღაც რომელი ფეხბურთელის ბანაკში, მაგრამ ანუ ეგ სულ არის ეგ წნეხი რომ აი ეს უკვე მე რამდენი ფინალი წააგო და ამ დროს რონალდოს აქ აი ეს რონალდო და ლიგა მოიგო 16. რონალდო იგებს ევროპის ჩემპიონატზე, ეს აგებს ფინალს.
და თან ეკოპა ამერიკა მე მაგ პერიოდში მაგ თვეს მაგარი დავიტანე რა თქვი? გული არ გაგისკდა თქო დილით. ახალს ვიღავ. ძალიან მაგ პერიოდში ძალიან არადეკვატური მე მახსოვს. ძალიან არადეკვატური. გესიზმრებოდა ხოლმე მასკერა. არ მესიზმრებოდა ესე გინდა თუ არა, მაგრამ ძალიან მტკივნეული გადასატანი იყო, იმიტომ რომ ჩემთვის რა მესი რონალდო შორის დებატი არ არსებობდა არასდროს რა. თავიდანვე როგორც კი ვნახე ეს ტიპები, იქვე დამთავრდა რა ყველაფერი. არ იყო მე ეს დებატი არ არსებობდა მაგ ორ ტიპს შორის რა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმური იყო რა თქმა უნდა, მე რომ ამის თამაშს უყურებდი და იმის თამაშს ის ძალიან მაგარი იყო, ბუნებრივია, მაგრამ ჩემთვის დებატი არ იყო. მით უმეტეს გულშემატკივარი ვიყავი და ბუნებრივია რომ მიკერძოებული ვიყავი რა და ეს რო ესე წავიდა საქმე რომ ის ევროპის ჩემპიონი გახდა და ეს ვერავინ ეს ნაკრებიდან წავიდა საერთოდ. ჯოჯოხეთი იყო წარმოიდგინე რა ჩემთვის როგორც მესის და არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი. მაგას თქვენ მუშაობთ და ერთად მუშაობთ და ჩემპიონის ლიგის ფინალებზე მიწევს მუშაობ მე, იმიტომ რომ ნუ ბარსელონას თამაშები მას მიყავდა ხოლმე რეალის მედან, ხო ბარსელონა ვარდებოდა ხოლმე და ფინალში გადავიდა რეალი და ეს რატომღაც ყოველ წელს გადაწყვეტდა რომ აი ეს ეგეთი გადაუწყვეტავია ხანდახან ჭირს ხოლმე წავიდი არ წავიდე უყურო არ უყუროსავ. აქ ხო არ უყურო, იქ ხო არ უყურო და ნუ აი რამდენი ფინალი არის ეს არა ქვია შიგნით თორმე და გარაცის სტატო. ანუ იქ უყურებდა რა მარტო ეს იყო ხო. ხო და ნუ რო ეს არა ქვია რო გამოდიოდი ხოლმე ამის სახეები ხო ერთი სიამოვნება იყო რომ კიდე ხო. მე იყო ეს რონალდოს პრაიმი და ანუ ეს სტილს რო გააუფასუროს რაღაცა. დაჟე მაგაზეც ნათქვამი აქვს რომ ევროპის ჩემპიონატი და ლიგა რომ მოიგო ოქროს ბურთი მესი უფრო მაგარი იყო მაგ წელს მაინც ამტკიცებდი. იმიტომ რომ ხა რეალურად რო აიღო ეს არის მაგაში სიმართლებრალოდ სასცილო მაგ პერიოდში ანუ საკუთარ თავს იგდებ ცოტა ისეთ სიტუაციაში მე რო ოპინიოზი ვთქვი ხა შეიძლება ლეგიტიმური იყოს მაგრამ სასაცილოდ ჟღერს ხო და რონალდო რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი ეს ამბობ რომ მესის უფრო კაი ტურნირი ქონდაო იმას და იმას უნდა მოეგო და ნუ რაღაცებს და არ დამოიქცება 2019-ში რომ იუვენტუსში გადავიდა ნუ ხო კოშმარული პერიოდი აქ ამას ოქროს ბურთებს იგებს სულის სანაკრებო ტიტული მოიგო იმან და აიაქს ის არა ქვია ატლეტიკო რო გააგდო 3 გოლი გაუტანა ერთად ყურებდით იმაში რადგაც ესე რა რესტორანში არ მახსოვს რომელში ზუსტად მაჭახელაში თუ რაღაცა ეგეთი დოლიძეზე გამოდივართ და ეს თან 3 გოლი გაუტანა თუ რა კამბექ დაიდო და უცებ ვაკო უღებდა ჩუმად რა ითამაშაო ხა ის არაფერი თარა პერიოდი ეცი ამას ნათქვამი აქვს რამდენჯერმე უკვე ეს და სოციალურ ქსელებში და მაგარი შედგნენ ბოღმიანს ეწახიან რომ შენ ამის შოულს და რაღაცა ხო და ალბათ ამან და ზოგადად კაცობრიობა შეთანხმდა რომ მესი უფრო მაღლა დგას როცა ხედავ რომ ეს მესი არის უნიჭიერესი და ვარ უნახავს საერთოდ მას კაცობრიობას ისეთი ნიჭით და მომადლებული ტიპი და უცებ რომ შედარებით შრომელი ტიპი რომელიც თქო 10-იანი არ არის ძალიან ბევრი გოლი გაქვს ამაზე მეც აღწევს ალბათ ძალიან მტკივნეული იყო მაგ პერსპექტივიდან ყურება რა რომ აი ეს კი მაგარია მაგრამ ვა ნახე ამ ტიპმა უფრო მეტი რაღაცა მოიგო რა ჩემი გადმოსახედი ის იყო რომ უსამართლობა ხდება რა ეს ტიპი რომელიც იმსახურებს და ვერ იღებს ამ მეც რა და იღებს ვიღაცა ტიპი რომელიც ამდენს არ იმსახურებს ეგრეთ დამოკიდებული ამ მქონდა მაშინ და ნუ წარმოვიდგინე რა ჯოჯოხეთია როცა უყურებ რომ ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს რომ ამ ტიპს ეკუთვნის და იმსახურებს ამ ყველაფერს რაც ეს იღებს ეს თან როცა ამ ტიპის კომაგი ხარ ამ პანაკიდან ნიშნის მოგებით რომ გეუბნებიან რომ ხო თორე ეხა 8-5 ხო არის ოქროს ბურთი ეხა კი არა ეხა რომ ვიღაცა მოვიდეს და უთხრას რომ რონალდო და ესე გადახედავ შეიძლება არაფერი არ უთხრას მაგრამ იმ დროს ლეგიტიმური იყო რონალდოს გულშემატკივრების ეს შედარების მაგითო ვთქვი რა ეგ მახსოვს ყველაზე კაფიოდ რა იმიტომ რომ მაშინ ეგიც რომ რა ასაკია ჩემთვის აი სკოლაში რომ უნდა წახვიდე და მე ამ დებატებში რომ უნდა ჩაერთო და თან იქ რა მოხდა როგორ მოხდა და რაღაც და მე მახსოვს რომ ჩემს კლასში იყო ორად კაფიოდორად გაყოფილი ბანაკები და იქ მიდიოდა ანუ აი გაკვეთილის დროს ამის ხელჩართული ჩხუბი რომ ეს და ჩამოთვლა კი და თან ისეთი ამბები ქონდა მე მაგას საგემოვოთ იყო ის რომ მესის ადარებენ პელეს და მარადონას და რონალდოს მესის ადარებენ შეინახე ეს მესამე ნაწილისთვის იქ თქვი იქ გამოგვადგება სადღაც ყატარზეც თქვა ხა ისე არ გამოვივიდეს რომ ეს თავარი სანაკრებო ტურნირი და მისი რედემპშენი თავარი სანაკრებო ტურნირი შეიძლება ყატარი კი არ იყო მანამდე კოპა ამერიკა პირველი შეიძლება ესე გამოვიდეს ანუ გულისხმობ ვიცი რაღაცა გარდატეხა მოხდა რა მან იმიტომ რომ არგენტინა არის ძალიან დიდი ხანი უტიტულოდ 93-ში რომ მოიგეს კოპა ამერიკა იმის მე არაფერი არ მოუგია ეროვნულ ნაკრებს ოლიმპიადა არ ითვლება და მე საერთოდ როგორც გულშემატკივარი არგენტინის ნაკრების ვარ მოკრო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ რომ 94-ში დაუწყე კომაგობა მე რომ დაუწყე გულშემატკივრობა იმის მე არაფერი არ მოუგიათ ნახე არ მაქვს არგენტინის წარმატება მეორე ეგრე ბრაზილია ბიჭო მეც ეგრე ვარ ინგლისზე რა 66-ში რომ მოვიგეთ იმის მე რა თელი თავებებია ინგლისზე ეგრე და
ის კოპა ამერიკა, რომელიც თან ბრაზილიაში ტარდება, ეგეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებს სინამდვილეში რა. თუმცა რო გაიტანა დი მარიამ, რო ამუღებ, რო თამაში ბოლოსკენ მიდის უკვე და რო დასასრულს რო ახლოვდება და რო იზრდება ძალიან უკვე შანსი რომ არგენტინამ ეს თამაში მოიგოს. ნელა ამუღებ ემოციებს, რომელიც მომდის რა, რომ უცნაური ემოციები მეუფლება, რაც არ მქონია აქამდე. განცდა არ ვიცი რას ნიშნავს არგენტინა, რაღაცას იგებს, შეიძლება როგორია მე არ ვიცი რა. დამთავრდა და გაანალიზება იმისი რომ მორჩა ამათმა რაღაცა მოიგეს, ტიტული მოიგო ტიპა ნაკრებში და ეს კადრები რომ ეს მუხლებზე რომ ემხობა და მთელი გუნდი ამასთან რომ მორბის, რომ ეს აღნიშნონ ეს გამარჯვება ისეთი ემოციური ის მივიღე რა ქვია მუხტი რომ ვერ შევადარებ აი ვემიჭერს რაღაცისთან გაიგებია და მაგიტა ხო აი იმიტომ რომ ამ ტიპისთვის გამიხარდა რომ აი ამ ტიპმა რაღაცა მოიგო ნაკრებში რა რომ ამდენი წელი ამდენი იწვალა და იმსახურებდა რა ერთ-ერთი ფეხბურთელი რომელიც შეიძლება თქვა რომ რამეს იმსახურებს რომ მოიგოს პირველი ეს ტიპი არის რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ბუსტი აღმოჩნდა მესისთვის იმიტომ დაჯერება ზოგადად აი იყო ზუსტად რა უნიშნულოვანესი რამეა დაიჯერა რომ წარმატება მოგება შეუძლიათ სკალონიმაც მათ შორის და თელმა საფრთხო შტაბმა რომლის დაკომპლექტება სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასე რომ აიმარი აიალა და სამუელი სამი ძალიან დიდი ფიგურაა ხა ხო ფეხბურთში და მით უმეტეს ამ თაობის ფეხბურთელებისთვისა და ეს რო ცნელებად რო ყავთ სკალონი არ იყო ეგეთი დიდი ფეხბურთელი თუმცა სკალონის მე როგორც ნაკრების გულშემატკივარი გახარებული ყავა ერთხელ ძალიან ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზუსტად 1-1-ზე რომელიც მოიგეს 97-ში მეოთხედფინალში აქ ამას გოლი გატანე ბრაზილიასთან 0-0-ზე ძალიან მაგარი გოლი აქ გატანე აი მაიკონმა რო შეუგდო კორეას რაღაც ეგეთი გოლი ეგ ცოტა ის არის მაშინ ავტორიტეტის კომპენსირების მცდელობა რა აი ვარიანტი არა თო სკალონის ხარ ავტორიტეტი უნდა ქონოდა ამ ფეხბურთელებთან მაგრამ აიმარს კონდენ რომ ეს საყურებელი ფეხბურთელი იყო სამოულს კონდა და აიალასაც კონდა რა დაცვის ხაზისთვის ეხა ტიპები იყვნენ რა სერიოზული და არა ორივე ეგეც მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ეს მოგება იყო ეგ ამბავი რომ დაიჯერეს ამათმა რომ ჩვენ შეგვიძლია რომ მოვიგოთ. წარმოიდგინე ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით ჩვენ. ხო. ჩვეულებრივ ადამიანებს ჩემ თავზე ვიტყვი რომ მე დავიჯერე რაღაცები ჩემ თავზე. ანუ ჩემ იდენტობაზე იმოქმედა მაგრამ რომ შეგვიძლია. ხო, ლუზერები ხო რაღაცა ანუ ახლა წალწაღევ რაღაცა მაშინ გამოგონილ სამყაროში არ ცხოვრობ და შენ შეგვიძლია შენ კი სულ გესმის ეგ მაგრამ მაინც როცა ფაქტ შეეჩეხე. მესი რაც რომ მოიგო ეგ იყო მე მაინც კოპა ამერიკაზე არ ვიყავით დიდი წარმოდგენის მიუხედავად ყველაფრის და სომას ვენებოდა რომ საფრთხე ჩემპიონატზე შეხვდებით ნორმალურ გუნდს და ნახავთ რა მოგივოთ თქო რა და მართლა ეგრე მეგონა გულწრფელად და პირველივე თამაში იყო საუდის არაბეთთან და პირველი თამაში რო წააგეს და ეს და სანდრო რო კიდე განიცდიდნენ და ვაი ვიში ქონდათ მეთქი აი ეს საწყლები ვერას დროს ესენი ვერაფერს ვერ მოიგებენ აჯერებდნენ თავს ერთმანეთს და ამან თქვა გენიალური ფრაზა რომ აი ხაო აქ მოვიგეთო საფრთხე ჩემპიონატი საუდის არაბეთთან რო წააგეს და მეთქი ტატო გადაესო ეს დასაწვენია უკვე ესენი არიან გამოგონილ სამყაროში ესე ჯგუფში ჩარჩებიან და ნუ კაროჩე სულ ეს იქნება მაგრამ მე რაც ნახე პროცესში გუნდმა რა გააკეთა რა და მესი პირველ რიგში და მაქსოპლე ჩემპიონატის მე იყო შენ ჩამიგდა ის rilsი რო იყო რა მესის რო ელოდებიან დეპაული რო დგას ეგ არის მომენტი და აქეთ რონალდოსთან პარალელურად რო გავალოთ ვისაც ვინც არიცით რო გითხრა და აგიხსნათ აი ჩვეულებრივი მომენტი შეყვარდება არც მიაქციო რა ეს გავარდნილი მომენტი რომ ბევრჯერ შემოხვედრი არ არის იმასთან გამოსასვლელთან დგას დეპაული არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი მესი მოდის და აი მემში რო გინახავთ რა განგსტერების ფილმებში თავარი ტიპი რო ჩამოივლის ზაღლზე რო არის ხო ზაღს ველოდებიან rilsი არის ძალიან გავარდნილი და ყველა რო წვება აი მესი გამოივლის და ეს ერთად რომ მიდიან ეს იყო მაგრამ მართლა ძალიან ემოციური იყო რომ ნახე რა რომ ტიპისთვის როგორი თავგადადებულები და ეს თქვენი ეზიზა რა ვქე ბრუნო ფერნანდეში რო აი ამას რო უკეთებს აი ანას რო ვაკეთებს თვალებს რო უყურებს მე ვთქვი ამათვის რა უნდა მოუგონ ეს ცოტა ხნის წინ ამბობდი კიდეც რომ ის ჩემი საქომაგო ნაწილი ევროპულთან კვარა ახსენა წერან და ნუ კვარამ დამებრუნა მაგრამ არც ნაკრების დიდ ტურნირზე სანამ საქართველოს არ გავიდა ევროზე ანუ ესე სოფლიო ჩემპიონატზე იტალია არ იყო ვერ გულშემატკივრობ ვერასდროს მილანი იყო და ჩაქრა და ანუ არსად არ ჩანდა და მანდაც ძალიან სუთხასიაძე ვარ და აი ახლა ბოლოს აღმოაჩინე იმიტომ რომ ეხლა სხვა არსად არ ჩანს მილანი ნორმალურად
რა და მაგ პერიოდში თიკოს არ ვიცნობდი და თიკოსთან ეხა უკვე ბარსელონას კომაგიროა და სულ როგორ შემოდგოს მე ეს ინერციით გავხდი ან ბარსელონას ან ისევ კომაგობ რა რაც იმას უხარია მეც მიხარია რა ეხა ვიაზრებ რომ აი მაშინ ნატრობდი იმას რომ აი არგენტინის ნაკრების კომაგთან სადმე ახლოს რო ყოფილიყავ იმ სოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში რა ეხა რო ვიაზრებ რომ მაშინ რაღაცა თიკოს გვერდით რო ყოფილიყავ როგორც არგენტინის ესეთ კომაგთან ალბათ შემიცოს ძალიან ემოციური ხმ იმიტომ რომ მაშინ ეს ამბავი იყო უბრალოდ როგორც ფაქტად რომ აი არგენტინა გახდა სოფლიოს ჩემპიონი კი მოდის ეს ემოცია ჩემთან რომ მესი დახურა ფეხბურთს და მოიგო სოფლიოს ჩემპიონატიც და ეს კითხვის ნიშანი დამთავრდა იმიტომ რომ მე და დაჩი ვიხსენებდით ამ გადაცემის მზადების დროს როგორი კონტრასტი იყო მაშინ მესი რონალდუს რომ ანუ მესი რაღაც ეს ყველაფერი გააკეთა და ალბათ საქართველოში 10-დანაც ფეხბურთის გულშემატკივარი ვარს აქვს მოსმენილი ის ფრაზა რონალდუ რო გამოდის ტირილით გასახდელში და მაშინ მარიამ ბიგვავას რო ხმაუდა მივცეთ ან ეგ იმხელა კონტრასტი იყო სოფლიოს ჩემპიონატზე ჩემთვის რა ორი რა მოხდა იმ ტექსტი არ ვიტყოს სანდრო ეგ იყო და ანუ ეხლა აი ახერხოს ვიყავ ვერ გეტყვი ხო და მივხვდი რომ ტექსტს ვერ წყვეტს და ეს მოდის და სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ერთ-ერთი აიკონიკა ხვდები რომ 20 წლის მერე ამ კადრს ხსენებენ რომ რონალდო ესე დამტავდა და რა ხმა ადევს ამას არანორმალური და ანუ მაგას ვამბობ ანუ 2022-ში ერთი მაღაზია მწყდება გული რომ ახლოს არ თან მაშინ არც მუშაობდი ამ პროდაქშენ ამბავში რომ სადაც იქ იყო რომ სადაც ფეხბურთი ექტრი არის მაშინ არც აქ არ ვიყავი და არც ის ცნობილი მომენტი არ ვიცი თქვენი შენ და სანდროს მაშინ რომ ოფისში უყურებდით და ეს ყველაფერი გამოტოვებული მაქვს რა და სულ მაქვს მეგანსა რომ იმ მომენტში ძალიან გამისტორდებოდა სადღაც ახლოს ყოფილიყავი არგენტინის კომაგთან ისეთთან სადაც ნუ აი ეს სიხარული მოდის და მაგას გზნობ იმიტომ რომ მე ნაწილი სოფლიოს ჩემპიონატზე დაკარგული მაქვს არსებობს იქნება ოდესმე ასე 2020 იმიტომ რომ აი ზეგან დაჩის გავყიდა 2030-ში მარტო შენ კი არა ყველა გამოვწდით მე იტალია ვერ გავა ჩვენ ლაივები გქონდა მაგ დროს უკვე სოფლიოს ჩემპიონატზე გიყურებდით მე რომ მოვედი ოფისში რომელი იყო ფინალზე ყავდა თუ იქ ბაქრაძე გიორგი ბაქრაძე ყავდა სტუმრად და რომ მოვედი გიორგი ბაქრაძე იყო კედელზე აი ესე შიშინებული ეს ამათ ამ ოთახინა ხმები გამოდიოდა რომ აი ხა რა არ მომხვდესო თავშიო რა 7 გოლი 3 ასისტი და 5 ჯერ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი ეს არის ლეო მესის სტატისტიკა სოფლიო ჩემპიონატზე და ის ფრაზა რომ ფეხბურთი დახურა მაგას ყველაფერი შეკრა ეს ტიტულები მან აი ფინალის დროს ზუსტად მახსოვს სად უყურებდი როგორ უყურებდი რაღაც აი ერთ-ერთი ფიქრი რაც მქონდა გონებაში არის რომ ძალიან მადლობელი ვიყავი რომ ამ ყველაფერს უყურე თან ძალიან მიხაროდა რომ ამ სპორტის უშემატკივარი ვარ და რაღაც არ მიყვარს გალადბურთი ამაზე მეტად და აი ამისგან ვიღებ სიამოვნებას და თან აი უკვე რომ არც შემშეხა ესეთი ემოცია არის უბრალოდ ემოცი ფეხბურთით რომ ის სიამოვნე და აი ამ ყველაფერს რომ მოეცარი მესის სანაკრებო კარიერა შევაჯამოთ მისი სტატისტიკით 198 თამაში 116 გოლი და 61 ასისტი ამ წუთისთვის ასეთია სოფლიო ჩემპიონატამდე და კიდე ამ ხანაგურების იქნება რამდენიმე იქამდე და ნახოთ ჩემპიონატამდე 200 თამაშზე უნდა ავიდეს ნაკრებში უეჭველი ავა ხო იმაში კაი ეგ იყო მესი და ასევე ხა ჩვენ ავდგებით და გამოუცვლით მაისურს მანეკენს და ჩავასწრებთ პორტუგალიას ლიონელ მესის სანაკრებო კარიერა მოიხილეთ. კი ბატონო. ცალკე ტურნირები, მისი მწვრთნელები, გუნდელები ასე შემდეგ. მოდი ახლა მის დაუძინებელ მტერზე, ესე როგორც იყვნენ მეტოქეზე, მთავარ მეტოქეზე კრისტიანო რონალდოზე გადავიდეთ. და ამჯერად პორტუგალია ჩემოსეთ ეს ჩვენი მანეკენი შესაბამისად თემატურად და გავყვეთ რონალდოს კარიერასაც. 2003 წელს იწყება მესიმდე 2 წლით ადრე. როგორ ზოგადად მისი ცხოვრებაც მესიმდე 2 წლით ადრე დაიწყო. და მესიმდეა, ისედაც. ბატონო. და დებიუტი ჰქონდა ყაზახეთთან ამ ხანაგურ მატჩში. შეცვალა ლუიშ ფიგუ და ეს შემთხვევით არ მიხსენები, არის რაღაცა სიმბოლიზმსაც ატარებს ეს ყველაფერი. ეს როცა სტუდიაში არის და მისი საუკეთესო მეგობარი ტატო ვაციკაძე. ტატო ვაციკაძე. პორტუგალიით მაგრა უნდა უყვარდეს. ყველანი მიზეზია უნდა უყვარდეს. ხო, არც მიყვარს. ქვეყანა ხო კაია. ქვეყანა ძალიან კაია.
რონალდოს ასაკობრივ ყველა ასაკობრივი ითამაშა 15 წლამდელებით ითამაშა ყველაფერი და ჯამში რა 18 გოლია კატანი 34 თამაში ანუ ესეც გოუთ მატერიალიო რო კითხულობ ალბათ ამაზეც იყო ოღონდ აი მანჩესტერის კონტექსტში ეგეთი კონსენსუსი არსებობს თითქოს ფანებს შორის რომ აი თავიდან მანჩესტერში გადმოსვლის დროს მაგას ვერ ფიქრებდი რონალდოზე აი მეორე სუნთქვა რო გაეხსნა და ფერგიმ ცოტა უფრო სხვა პოზიცია მოუძებნა ვიდრე ნახევარმცველი იყო ტიპი რა მარჯვნივ ათამაშებდა ხო მარჯვენა ნახევარმცველად ათამაშებდა და როცა ვინგერად და მე უკვე თავდამსხმელად წაწია აი დაიქოქა მაშინ მოიაზრებოდა ალბათ რომ ფიგუ უნდა ჩაინაცვლებინა ამ ბიჭს იმიტომ რომ ფიგუ უკვე ნელა შედიოდა თავისი ასაკში ესე ვთქვათ რაღაცა პრაიმი გადავლილი იყო აგრების კაპიტანი იყო 7-იანი და აი ეს ბიჭი რომელიც რაღაც სპორტინგის აკადემიის პროდუქტი იყო და უკვე მანჩესტერში თამაშობდა დიდ სახელებთან ერთად თითქოს აი ამის დრო უნდა დადგეს და ეგრევე იწყება პირდაპირ შეაგდეს ევრო 2004-ზე რა ტიპი ანუ მე მაგის კითხვა მინდოდა და უფრო თქვენც ხა ჩვენ ასაკიდან გამომდინარე რაღაც 4 არ გვინახოს ისედაც წინა ეპიზოდში იყო რაღაც იმდენი ჩაჭერა იმაზე რომ რაღაც 6-იც როგორ ახსოვს ცოტა რა ვიცი რაღაცები ახსოვს ადამიანებს ანუ 6 სოფლიოს ემოცია განახი რაღაცები არა ისაც ანუ ემოცია გახსოვს და მე რაღაცებს ნახულობ რა და ხა 4 არც საერთოდ არაფერი არ მახსოვს და ერთ-ერთი მე უკვე რასაც ნახულობ არის რომ ეს ადამიანი რონალდო სცენაზე ჩდება ალბათ 6 კილო საყურით მაგ ჩემპიონატზე რა ბამბები რო ეკეთა ანუ სანამ გახურების რაღაც გადაებს ანუ მაქხილა კარატი რო მზეზე ეგრე ანათებს და თან რაღაც ანუ ალბათ ფლანგზე რო ჩარბოდა ერთ მაგით იქცევს ყურადღებას რომ ძველი დიბნეოდა ეგრე მაგ ევროზე რონალდოს სხვა შორის კომენტატორის ის მახსოვს აი ფრაგმენტულად რო ახსენე მეც არ ვარ რა ქვია ბერმუხა ტატოსავით ახლა ტატო უკვე ის არის და კომენტატორმა თქვა რაღაც ფრაგმენტულად მოუწია მას რა ქვია ვინ იყო პაულეტა იყო ხო მაგ დროს პაულეტა გაიყვანეს და რონალდოს მოუწია ფორვარდ და დადგომდა მონაცემები ამას ქონდა ისეთი რომ თავიდანვე თამაშა მაგასაკში მაგით გამოირჩევა ეხა რა ანუ ესე სწორხაზოვანი ვინგერი ორი გოლი აქვს მაგ ჩემპიონატ თავით აქ ხო ანუ მაღლა ხტება ძალიან და მაგრად ურტყამს თავით და კომენტატორმა თქვა რომ ეხა რონალდო ახლა ვიღაც უნდა შემოიყვანოს ნუნუ გომეში ან ვიღაცა რომ კრისტიანო რონალდოს იმედად დარჩენილი ფორვარდის პოზიციაზე დგასო ვერ იქნა პორტუგალია რაც ეხლა ჟღერს ძალიან სასაცილოდ იმიტომ რომ მაგ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში მაგრამ მაშინ ეგრე არ არის რა მართლა არის პლანგის ტიპი და კითხვა ატომ და აღნიშნა რომ თქვა მესის ადარებდნენ პელეს და მარადონას უფრო მარადონას იმიტომ რომ სტილისტიკურადაც ცაცია არგენტინელი 10 ან ბევრი რაღაცა ხეტაფესთან გოლი გაიტანა მე პარალელები და მილიონი რაღაცაა და კრისტიანო რონალდოს ნაირი ფეხბურთელი ეგეთი კომპლექტაციის და კონფიგურაციის სანდროს ფამილიის თავისესები არ ყავს დანახი რა მე ცოტა ხანი უყურებ ფეხბურთს მაგრამ საფეხბურთო ისტორიაში ეგეთი ტიპი მაქსიმალე ფლანგის აი თავის გრძელი ფეხებით ანრი რა ძალიან ლამაზად აი მე პირადად მაგიტო შემიყვარდა ეგ ფეხბურთელი რომ აი ულამაზესად თამაშობდა რა კი შეიძლება მაგიფადების კოეფიციენტი ხშირი ხუმრობა იყო რომ მესი ერთი მოძრაობით 4 კაცად ტყუებს და ამას 4 მოძრაობა ჭირდება რომ ერთი კაცი მოატყუოს ეგენი იყო კი ბატონო ეგ დამცინავი იქიდან მაგრამ ამის სათამაშო სტილი ის რომ ჯარიმებს ურტყავს კარიერის სტარტზე მაგრა დარტყმა აქვს შორიდან ანუ რაღაც კომპონენტები ქონდა ისეთი რაც იქან ნანახი არ ქონდა რა და პერიოდია ფეხბურთისა ზიდანია რონალდინიო ბევრი ტიპია რა თან მაგ ეგ დრო ანუ აი ამ გადმოსახედით კი ძალიან ლაღი ფეხბურთია და მუდმივად ვერტიკალური და ეს ბევრი პასი არ არის მაგრამ აი რონალდოს ტიპის ფეხბურთელი როგორც შენახსენე ძალიან ახალი რაღაცა რომელიც აი ასე ბურთთან ერთად ვერტიკალურად მიდის და თან ან გზად რაც შეხვდება ყველაფრის განადგურებაზე ფიქრობს და თან ათლეტურია რა ხო მაგ ევროზია და თუ ვინგერზე ვერ იტყვი რომ ვინგერი არ გვინახავს ეგეთი ხო მაგრამ აი ბევრი იყო პირიქით ან ვინგერები უფრო იყვნენ ეგეთები სწორხაზოვნები რა რონალდოს მუხტელი მუღა მიშო არ იყო სწორხაზოვანი ვინგერი ხო არა მანდ მედივარ რომ რაღაც მე უკვე ნელა გამოჩნდა რომ ანუ წინ მიდის უბრალოდ და გზად შეიძლება ბევრი რაღაცა გამოაჩინოს ამას თუ თამაშია მარჯვნივაც თამაშობდა ძალიან ტექნიკური იყო ძალიან სწრაფი იყო ფეხა ხო და ლამაზი რაც თავარია ლამაზი სანახავი იყო რა კრისტიანოს თამაშები იყო ძალიან კარგი სანახავი ირემივით გარბოდა რა ძალიან ლამაზი საყურებელი იყო და მე მივხვდი იმისა რომ არ გიждდებოდი არც მანჩესტერში როცა იყო მაშინ ექსტერიორ სიამოვნებას ვიღებდი ძალიან დიდს რა მე მაგალითად აი მე რონალდო უკვე შემდეგი წლების როდესაც უკვე ძალიან არანორმალურად შედეგიანი გახდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველა შედეგიანი ფეხბურთელი ალბათ ხო გოლები რო აიღო ალბათ ხო და როცა ცენტრალურად გადაიქცა რა არა გულისხმობ რა ის რაოდენობას კი არა კონკრეტულად გოლების აი შედეგიანობა ეფექტურობას ყველაფერთან
მაგრამ ნუ სანახაობრივი თვალსაზრისით ჩემთვის ის რონალდო უკეთესი იყო რა ის ახალგაზრდა მაგაში მეც შველივით რო დარბის პლანზე უამრავ ფინტს რო აკეთებს ლამას ფინტებს რო აკეთებს და უამრავ ფეხბურთელს რო ატყუებს გზად კიდე რა კარგი საფუძველია რა ძალიან და ფედე ვალვერდეს აქ ხოლმე აჩქარებები რა ეხა ეგეთი ხო წეგან სწორხაზოვნება შეგვიგულისხმე რა ფედე ვალვერდე არის კი არა რაღაცა ბევრი არსენალი არ აქვს არა უბრალოდ აი ხაზზე იმდენად ლამაზად მიაკ ბურთი იმ მომენტში აი როცა უტევ კარისკენ რომ აი რაც შენ თქვი მომენტში სიამოვნებას იღებ მის თამაში. კიდე თან ანუ ამას აქ ჟოგა ბონიტოს ელემენტები ძალიან აქვს რა იმ მაშინ რო ჩანს ზლატანთან კანტონარო this is ზლატან. ხო აი რაბონათი მე მგონი ევროზე სადაპირველად რაბონათი ჩააწოდა პირველი შედეგიანი გადაცემა აქ იმ ტრიველად. ტრიველ ხო ანუ აქ რა ეს ესთეტიური მომენტები აქვს და ვალვერდეს აქ ხოლმე ეგეთი ვალვერდე არის ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი ვინც მინახა კი დაურთხამს თავი და გათიშობა გამიფრინდა რა მართლა ეგეც თუ გაგიკვირდება თუ ეგეთი არ ითიშებოდეს წესით და აი რონალდოს არსენალთან რო გარბის რა აი აქედან ვაჩქარებას აკეთებს აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გოლია მანჩესტერში რონალდო არის უჯანმრთელესი ტიპი რა და ანუ აი იმაზე ევროზეც ფინალში გოლს რო გაიტანს ინგლისს ფინალში არა პენალტების სერიის ფინალში რო გაიტანს და რო გაიხდის და ეს რაღაც ისეთი ათლეტური ისეთი ის არის რა კაი შესახედი ტიპია ნუ აი რობოტია ერთი სიამოვნება იყო და даже მახსოვს როგორ გავიგე მაგ ტიპზე აი ფეხბურთი ესე არ მქონდა სახლში რაღაც არ იყო არხები და უბანში ლაპარაკობდნენ ბიჭების ვიღაცა გაიშთა რონალდო მე ის რონალდო მიყვარს ძალიან და მაგას გულშემატკივარი და აა კრისტიანო და ესეცო ძალიან მაგარია და ვერ დავიჯერე ეხა რომ ორი გვარის ტიპი ესე უცებ მეორეც ესეთი მაგარია და რო ვნახე მამა ჩემი არის ბრაზილიის გულშემატკივარი და სულ ხე რონალდოს გულშემატკივარია და ან კრისტიანო მევასება მეთქი კრისტიანო და რა კრისტიანო ვერაფერს ვერ იზამს ეგ განსაკუთრებულს ეგეთსო რა და მე მახსოვს პერიოდი მე მოვესწარი ინტერნეტის იმ ეპოქას უკვე ახალი გაჩვენილია რონალდოს რო ჯერ მარტო ბრაზილიელი რონალდოა ანუ Google-ში სურათებს აქვს მარტო ბრაზილიელი და ერთი ცალი არის ეს აი შეიძლება ეგეც თავისი რაღაც LinkedIn-ი აქვს სადღაც გაკეთებული და იმას აქვს პიგზოა გაკეთებული უცებ ერთ წელიწადში ყველა ვიდეო არის ამაზე უკვე თან განვითარდა ესაც ის რო არის რა ქვია მომღერალი პიტბული ხო ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის რომ Google-ში პიტბულს როწერო მე მაგდებსო ჯერ და ზავს მერეო და მე მოკლედ კრისტიანომ მასქნა რა ეფექტურად გადახარა წარმოუდგენელი იყო რონალდოზე ხარ რო ამბობ დაკონკრეტება გიწევს იმაზე უკვე და ძალიან ადრე ამაზე გიწევს ჩათვალახები არიან ის ტიპები და ფეხბურთელებიც და მოურინიოს აქ ნათქვამი ანუ აი პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში ხო თქვი ერთი ეს მეორე დეგენერატი the real one. კაი შეჩემა რა real one. ანუ თქვი რომ ის რონალდო შენივე გაწვნილ ტიპს, შენივე ანუ შეიძლება რომ the real one დაუძახო იმას, რომ ნამდვილი რონალდო ამბობენ ციო ასაკიდან გამომდინარე აი შეიძლება. კაი. სახში მოუწია Euro 2004 რონალდოს პორტუგალიაში ტარდებოდა და საბერძნეთთან წააგეს ფინალი და ჯგუფშიც წააგეს მაგრამ ფინალი რო წააგეს ეს საერთოდ ციგიჟე იყო და როგორ ტიროდა ეგ კადრი ალბათ თავის ამოუშვა 76 კარატიანი საყურით რო ტირის სკოლარია ხო მაგ დროს უკვე და 2 წლის მერე პირველი მსოფლიო რონალდოს 2006-ში გერმანიაში სადაც გაგაწყვეტინებ რა ანუ სკოლარი და ვიკითხეთ ის სკოლარი მაგ დროს ჩემთვის არის ყველაზე მაგარი მწვდელი საერთოდ იმიტომ რომ ფეხბურთს უყურებ ორში ფინალში ისა მოიგო ბრაზილიით ესენი ფინალში შეყონდა 6-შიც მერე ანუ რეკორდი დაამყარა იმით რა ქვია სოფლიო ჩემპიონატზე სკოლარი წაგება არ მქონდა ნახე ანუ 4 წლის განმავლობაში ფეხბურთს უყურებ სკოლარს არ წაუგია და ეგ წაგებაც ის იყო რა პირველი წაგება იყო რაც არა ჯგუფში კი წააგო ევროზე მაგრამ სოფლიოზე მნიშვნელოვანი წაგება რაც ჩემთვის არის დელბოსკი არა სკოლარი ხო და ნუ აქ ის იყო ფიგუს ბოლო ტურნირი აი ბოლო არის მაგ გუნდის ინგლისს გამოვაგდეს ორჯერ 2004-ის და 2006-ის პენალტებში რიკარდო, პაულეტა, რუი კოშტა, სიმაო, რაღაცა ძალიან სიმპათიური გუნდი იყო. 2004-ის უფრო იკონურია გამოვიდება იმით, რომ რიკარდო ხელთათმანებს იძრობს და უხალხნებოდა დება კარში. ეგ არის, აი ეს ხეცი TikTok-ზე. ფოლკლორია აურა, მაქსინგ, ფოლკლორია რა, ინგლისთან ახლა ისეთ სახელი აქვს, რომ საერთოდ კარში რო ჩამდგარიყო, მაინც გავარდებოდა. მაგიტო გააკეთა ეგ. მე კარა იხდის ხელთათმანებს მარტინესი რომ ასისულებს ამობე ხაში. რანერთან აქვს მოგებული. ვის მოუგეს? აც მახსოვს, ჰა? კოლუმბიას. მეტი არ აქვს მოგებული. ასე ხარ სასაწყლები არიან რომ ამათან მოწააგეს. ანუ იცი როგორ მჯეროდა რომ მაგ პენალს წააგებ და ინგლისი? კოლუმბიას წააგებს და კიდე მე გარი მეთქი აი
აბა მეგობრებო. ჩავიცრი და ვიდიოდი და. ნუ მოკლედ. ფიგუ მიდის, რონალდო ხდება 7-იანი, სხვათა შორის ჩვენთანაც აქ ნათამაშები საქართველოს 2008 წელს ამხანაგურში. 7 ნომერიანი მაისურის დიადორას გზევს მაისურები მიდის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პორტუგალიას აგდებს გერმანია და თვითონ ვერ თამაშობს კარგად. ვიტყვი 10-ის მსოფლიო ჩემპიონატი მთელი ამბავი ისე რომ ტიპს თავში ეცემა ბურთი ჩრდილოეთ კორეასთან ესე. კისრის და მე რო იტანს, ეგ არის ერთი გოლი. 12-ში კიდე ნორმალურია, რაღაცას თამაშობს, მაგრამ მანდაც მე პენალტებში ვარდება ესპანეთთან. 14-ში ჯგუფში რჩება და აი წეღანაზეც ვაპარაკობდით. მანდაც გერმანიამ ჩატოვა. ხო, გერმანიამ ჩატოვა და საფრანგეთო პეპერო გააგდეს. რისთვის მოვყევი ეს რაღაც რეტროსპექტივა, როგორც მესის ქონდა. კი. ეს რაღაც წარუმატებლობების სერია. ოღონდ მესი ფინალამდე მიდიოდა რაღაც მომენტებში და რონალდოს მაქსიმუმი ნახევარფინალი იყო ევროს მერე. თითქოს აი ამასაც არ მოასწავებდა არაფერი, რომ ეს კაცი რაღაცა წარმატებას მიაღწევდა ნაკრებთან ერთად. თან რატო აი სკოლარი ახსენე, ხო? კი, ხუმრობა ნახევრად, მაგრამ ნუ აი ძალიან დიდი მწვრთნელია იმასთან შედარებით. და გუნდიც კარგი ყავდა. რეალურად წარმატება მოუტანა პორტუგალიას. მერე ვინ იყო 2008-12 წლებში ეხლა უბრალოდ არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ნორმალური მწვრთნელები ყავდათ რა პორტუგალიაში. გუნდები ყავდა სახელმწიფო კარგი და 2016 წელს სადღაც მაგ პერიოდში 2016 წელს ფელიპე თუ ფერნანდო სახელიც არ მოსავს ფერნანდო სანტოში. მე 2016 იხსენე. არაფრის მწვრთნელი მიდის და ევროპის ჩემპიონატს იგებს პორტუგალია. აზერბაიჯანის ნაკრების არის ხო? რა რის თქმელია ეს სანაკრებო მწვრთნელი არის რა. ხო, როგორც მახსოვს, სადაც იყო ან პორტუში ან ბენფიკაში, და რა გააკეთა შეჭი. ნუ ხო ვიცოდი ტიპი ანუ ეს არ იყო რომ არა მე გეუბნები არაფერს თქმელში ანუ სკოლარი არ იყო. რა ქონდა მოგებული? არ სანჩეოტი არ იყო. აი მაგ 16-მდე რა, ძალიან ეკლიანი გზა არის. სანტოში სად იყო? პორტუში იყო? სანტოში არ მახსოვს მე ხა მაგას. ბენფიკაში იყო 1 წელი. სპორტინგშიც 1 წელი. პორტოში 98-2001 წლებში. ანუ ესე გაუწვდია გუნდი კაცო მაგას კი არ მომობ. უბრალოდ ანუ თავობა ნახე 14-ში ხო სოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში არიან ჩარჩენილები და. კი, და თვითონ იყო. ყველა წავიდა. თვითონ იყო. ისედაც ანუ აი რეგრესია ყველას. შეიძლება არ გახსოვდეთ, მაგრამ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა ისლანდიის ნაკრებმა. ინგლისი რო გააგდო თუ? არა. ისლანდია თამაშობს 1-1, რომელიღაც თამაშს და ჯგუფიდან გადის. თუმცა გადის მესამე ადგილით თუ რაღაცა, აი როგორ არის ბოლომდე დალაგებული არ არის გავათულარემ და მეტოქემ თუ გაუტანა მაშინ ვარდება თუ რა. ბოლო წამებზე კონჩეტევაზე იჭერენ ამ მახსოვს ისხდებოდნენ. უნგრეთს, არა უნგრეთთან პორტუგალია თამაშობს. კომენტატორი რო იხევა. გაგიჟდა კომენტატორი, თუ ისლანდია პირველ თამაში მოიგო თავის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე, მაგ მოგებთ ისლანდია გადავიდა პირველ ადგილზე ჯგუფში და გავარდა მეორე თამაში დაეჯახა ინგლისს. და თან ინგლისს თუ მოუგებდა საფრანგეთთან უნდა ეთამაშა. მე და საფრანგეთს თუ მოუგებდა სოფლიო ნაკრებთან. აი ეგეთი იმაში მოხდა ბადეში ტიპები და პორტუგალია გადიოდა მაგ ბადეზე. პორტუგალია გადიოდა მაგ თუ მეორეზე გადიოდა, მაგრამ წაეთყვება ხედავ როგორ არის. გაიტანა ამ ბოლო წამებზე პორტუგალია ჩამოჩოჩდა მესამე ადგილზე. მეორედან მეორეზე გადიოდნენ, მაგრამ იქით ხვდებოდნენ ბადის და გავიდა მარტივ ბადეში. და ბადის იმ ნაწილში სადაც აიხა წელს ჩემპიონთა ლიგა რო იყო ბარსელონასაც იყო რა. ბელგია იყო მაგ დროს კარგი გუნდი, მაგრამ ბელგიამ ოკეი, ხორვატიასთან ითამაშა პორტუგალია, მაგრამ ალტერნატივა რაც იყო, იმიტომ რომ იქით ამ ხარისში გახსენეთ იყო ინგლისიც, საფრანგეთიც, ხო, მაგრამ საფრანგეთს მოუგო მაინც რა. იტალია, ბატონო, კაცო, მე გეუბნები რომ მარტივად მივიდა. იტალია გერმანიაც მაგეთ იყო. იტალია გერმანიაც იქით იყო, კი ბატონო, ხო. ყველა გრანდი იქით დაჟდა და აქეთ იყო ბელგია, რომელსაც თან წააგო ისე პორტუგალიასთან ვერ მივიდა. უნგრეთი და უელსი. აი ხალხობსონ კანურო შვენერი გოლი გაუტანა და თვითონ პორტუგალიამ ვერც ხორვატიას ვერ მოუგო ძირითად დროში, ვერც პოლონეთს ვერ მოუგო ძირითად დროში, მოუგეს მარტო უელსს. ისიც ნუ რონალდოს გოლით. ორდენ მოუგეს. ორივე რონალდოს ორივე არა, ერთი ამერჯი ნანი, მაგრამ ხო, რონალდომ გაიტანა, რონალდოს იყო გამარჯვების გოლი. ანუ ისიც იყო, რომ გარდა იმისა, რომ თქვათ ფეხბურთელებმა თუ ზოგადად სამწუხაროდ კარგად იმუშაოდა, ფეხბურთელებმაც კარგად ითამაშეს, რა თქმა უნდა, გამართლების მომენტიც იყო, რომ ისლანდიის გოლი ვერ გაეტანა, ძალიან რთული იქნებოდა პორტუგალისთვის. პორტუგალიის ნაკრები თან მიახლოებული არის აი ამ არგენტინასთან, რა, რომელსაც სოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ანუ აი სისტემურად ცოტა დაცვითი მებრძოლი გუნდია, ვიღაცებს ლასდენსი აქვს, კვარეჟმა აღარ ახსოვს არავის, ჩამოწერილია, მაგრამ ის ტრიველათი გოლი შეაგდო ერთი, ნანიც ახლა უკვე ამერიკის გზას არის ლამის უკვე მანდატ გას და ანუ
აღარ არის ეგ პორტუგალიის სახელებით. არა. სერიოზული ახლოსაც ვერ მივა, თუნდაც წინა დღევანდელთან და წინა მაგრამ შეკრა რა ფაქტად რომ ედერმა გაიტანა გამარჯვების გოლი, რომელიც ვინ არის ხო? და არსიკამდე დიდად წინავდა. პორტუგალიის ძირითად შემადგენლობაში ეხა უცებ რო გავიხსენო, მაგალითად ჟუაო მარიო იდგა. ხო. ესეთი. ხო, აბილური ძირითადის ტიპი იყო, რაულ მეიროში და რუბენ მანამდე იყო 10-ში იყო რუბენევეში არის. აუმერში არისო? ხო, მერლში მერლში აღარ იქნებოდა 16-ში. 16-ში არისო? მაგრამ ამიშოვა მაგ პორტუგალის ნაკრების აი ნანი და კვარესმა ჟოზე ფონტე და პეპე იყვნენ დაცვაში. ფონტე და პეპე. სუიმასში მთელი 20 წელი. ეგეც უც არისო, მაგრამ მან და არის მარცინი ალბათ კომენტრავა იყო. შეასრულა ჰეტრიკი უნგრეთთან და ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა უნგრეთთან, 3 გოლიც გაიტანა. გადამწყვეტი მატჩია თან რეალურად ეგ ეგ შეხვედრა. თან გამარჯვებული გოლი გაიტანა. მაგარი მეკარე ყავდა უნგრეთს მაშინ. უელსთან ის გოლი, რომლითაც ფინალში გავიდა პორტუგალიის ნაკრები. დანარჩენი ხა ძალიან რთული ტურნირი ჰქონდა ფლიანად გუნდს, იმიტომ რომ ტურნირის ეგეთი გამოდგა რა. არ იყო სანახაობრივი, მაგრამ ძალიან თანაბარი ტურნირი იყო. რომ გადახედო თამაშებს, ხო? ძალიან ცოტა თამაში, საფრანგეთი, ისლანდია იყო ალბათ თამაში, რაც ერთ გუნდს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. დანარჩენი საფრანგეთი, ირლანდიაც კი როა იყო და ისეთ შეხვედრები იყო პლეი-ოფშიც და ჯგუფებშიც, რომ ყველა მეტოქეს თითქმის უჭირდა მეორე გუნდთან თამაში, როგორც უსწრებს არ უნდა ყოფილიყო ის მეორე რა. მესის გულს შემატკივრებს ძალიან აღიზიანებდათ რონალდოს აწერდნენ ხოლმე ფინალში, რომ ეს ლიდერული თვისებები აიღო სკამიდანაც რა. რონალდოს გულს შემატკივრები ცოტა უტრირებდნენ შეიძლება, მაგრამ იქიდან რომ ჩართული იყო და საკეთებდა ხა ეს მუხტავს გუნდს რა, ყველა ვარიანტში და ნუ პლუსი იყო, მაგრამ ხა როგორც მწვრთნელიც მაგარი, ანუ მესის გულს შემატკივრებს აღიზიანებდნენ ესე, რომ როგორც მწვრთნელიც უკვე უფრო მაგარი, ანუ იქიდან მოაგებდნენ, ესე იჭდებოდნენ და აი მახსოვს რომ მესის გულს შემატკივრები რომ ეხა შენც ეგრე გონიო რომ რონალდო როგორც თვითონ მოაგებ ანუ უკვე სერიოზულ პანიკაში არიან იმიტომ რომ მართლა ისტორიული უსამართლობის წინაშე დგას ბატონი ვახტანგი არა მე სხვათვის გაიკვირდება და მან სიმპათიები მქონდა რონალდოს მიმართ მაგ ფინალზე რა მიუხედავად იმისა რომ როცა მორჩა ფინალი და როცა ფინალი და რომ მოიგო პორტუგალიამ და მე რომ გავაანალიზე რა უბედურებას დატრიალდა მესის თავს გასაგებია მაგრამ კონკრეტულად ფინალში და ფინალის მიმდინარეობისას მაინც სიმპათიები გადამივიდა რა თქმა უნდა საფრანგეთის კომაგობდი თავიდან მაგრამ ამარო ტრავმა მიიღო რა გიგვირს რაღაცინებს არაფერი რა გიგვირს ამისკენ რა ლოგიკით მოყოლიყო ამისკენ მე ეგრე ვიყავი ბოლო ფინალში საფრანგეთისგან ვიყავი იმის კარგად მაგრამ ანუ აი რომ მომგებიან სიტუაციაში ვიქნებოდი ყველა ვარიანტში ეგრე მეგონა რომ მოეღო არგენტინას აი მაგაზე მაგარი და მაგაზე ალალი ალბათ არაფერი არ მოხდებოდა და ხოდა ესეც რომ დაიმტრა და რომ იტირა და ცრემლებით რომ გავიდა და ეხლა ამხელა ფიგურა მიყვარს თუ არ მიყვარს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა და ეს ტიპი რომ ტრავმის გამო აკლდება ფინალს 4-ის ევროპა წააგო სახლში და ადგილობრივ სახლში მაგიდა ეხლა მაგრამ აი შეიკრა რა ეგ ისტორია და ამ მომენტში აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე რომელსაც აღმოჩნდა კრისტიანო სიმპათიები მქონდა მაგის მიმართ მართლა ფინალი რომ მოიგეს აი რომ მოიგო ამ ტიპმა გამისწორდა რომ აი ეს რაღაცა ტრავმის მერე იქიდან სათარიგოს გამი მე რა თქმა უნდა რომ დამთავრდა ფინალი რომ დაიწყეს რომ აი ეს ნაბოზა ეს ვისარი მესი ვინ არის და მე რა უღარ მესი ამონა კონკრეტულად იქამდე სანამ აი ეს ყაყანი ატყდებოდა სანამ Facebook-ი გახსნა მანამდე სანამ ყაყანი ატყდებოდა იქამდე ამისკენ ვიყავი რა იმიტომ რომ ძალიან დიდი ასე უსამართლობის ამბავში ძალიან დიდი უსამართლობა იყო ჩემთვის ის რომ ტიპი რომელიც საუკეთესო ფეხბურთელი ამ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელია ფინალში რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდება შეიძლება გამოვიდა და რომელიც უთ იყო მე-15 რა ტრავმას იღებს და აკლდება თამაშს რამხელა დარტყმა თვითონ ქვეყნისთვისაც და ამ ტიპისთვისაც მაგ პერიოდში რა ხდება იცი ზეგან დაწესებულებდი ვეუბნებოდი აი ჩემს გარშემო როგორ ისე არც ერთის ბანაკში არ ვარ სუმიდის რაღაც აკეთიკით და სკოლაში რაღაც 5-10 ბიჭი ვარ დაახლოებით ფეხბურთს თამაშობს და ეს ორბანაკად არის გავხური სპორტის გაკვეთილზე ის რო აი არჩევანი არადანი ამოგვეკდო ესე დაიყო რომ 1-5 კაცი არის რონალდოს გულშემატკივარი და მოდის რონალდოს ფორმებით და ისევ თამაშობს აქეთ არის მესის კომაგები და ესენი ბარსელონას ფორმით მოდიან და მე ვიყავი ესეთი არავის მხარეს და როგორ რაღაცებით მიდიოდა იცი მოსყიდო რომ ეხა PES-ის დისკი და ჩვენთან წამოდი მე ის თუ რაღაცა FIFA-ს იყიდი და მაგარი სერიოზულები მე მქონდა როგორი კარგი გარემო იცი მაგ მომენტში შექმნილი არავინ ესე არაფერს არაფრად არ მიიღდა იმ მომენტში სადაც რას მინდოდა იმას იშვიათი ისტორია მოყვა როდესაც შეიძლება ადამიანს ეხეირა, იმიტომ რომ არც კრისტიანო ევასებოდა არც. ანუ აი როგორ იცი ძალიან ევასებოდა სუდი რა იყო, იცი ნეიტრალური ვინც ყავდა ირგული. მესის ბანაკში იყვნენ მაინც. მე გემოვნებით მაგაზე გადავალთ აი კატეგორიებისთვის და მოყვე მეც თუ რა სიმპათიები მქონდა მე რა და როგორ და რანაირად. ეგეთი არის რონალდოს სანაკრებო კარიერა. ბოლო 2 მსოფლიო რაღაცა ნაადრევ
საპლეიოფ ეტაპზე დამთავრდა მერვე და მეოთხეფინალებში და ბოლოს მართლა იტირა და რა დაგვიშავა მარიამ ბიგო ან შენმა თან მეწყვილე კომენტატორმა მის საქმე გააკეთა, მაგრამ მართლა ძალიან კომიკური კადრია. ამადის მართლა რომ იმას ვქნა რა ქვია რომ ცოტა გავამართლოთ კაცი გამოდის ტირის და უბრალოდ აუცილებელი იყო გვეთქვა რომ საქართველოს წარმომადგენელი ჯუნიორ ევროვიზიაზე გამოდიოდა და ხმა უნდა მიგვეცა მისწავლეს. აბსოლუტურად სწორი განცხადება იყო. ძალიან სულად დაემთხვა უბრალოდ კადრი რომელიც მაგ დროს მოგვეწოდებოდა. ხო იცი როგორც არის რა. მით უმეტეს ვიღაცამ არ იცის მაყურებელმა დასწავლული იმათ რომ გავამარტო პირველი არხი მით უმეტეს არის მაგ ხრივ ძალიან ბიუროკრატიული ორგანიზაცია. ეს არაა ვთქვათ რაღაც სპორტული ტელევიზია, სადაც შეიძლება რაღაცეები გატარდეს და არის ძალიან გაწერილი, არ უნდა იყოს ჩემი აზრით, მაგრამ არის ძალიან გაწერილი, ძალიან კაცსა და მაგიტო არის რომ აი ეს რეპორტაჟი რომ მინდის ახლა და რომ არის გაწერილი ეს რეპორტაჟი და მორჩეს 30 წამში, ეს რეპორტაჟი მორჩება 30 წამში და ამ 30 წამში უნდა თქვა ეს და მაგიტო მოუწია ამას თეატრე არის თქო და სანდროც ხო მანჩესტერის გულშემატკივარი არ არის? ну ან მისთვისაც ახლა არ იყო ესეთი ემოციური სათქმელი იქნება თან წამოვიდა ბიჭო რა ეს რაღაცა იმის კადრი იყო დიდი ხანი მოდის კაი მართლა ინარიტოს კაი მოყვება და ეს შევიდა გამოიცვალა და ბანაობს უკვე და არ გადავიდა ეს კადრი და აი როგორ სოთხდებით რა ის სანდრო და ახლა ჯუნიორ ევროვიზია მარიან ბიგვავა რაღაცა და ვაიმე და მე TikTok-ზე მახანახი აი ამენ ბოლო ემოციებს ვიღათ რონალდოს გულშემატკივრებს უღებენ ქართველებს ვაიმე რა კომენტარებია არ ვიტყვი სანდრო ჩვენგან ატევისებისა და სიყვარულის გარდა მეტი არაფერი უბრალოდ ისეთი ამბავი და სასაცილო შეცვლილი მართლა ის არ მოდი ნაცინებოდეს მაგრამ ეგ მართლა ის შემთხვევა როცა არაფერ შუაში არა ის ტიპი სიხმარებითაც მოხდა ეგ ვიც მაგას ამბობს მან შეიძლება ესე კენიო რა მოდი კრისტიანოს სანაკრებო სტატისტიკაც თქვათ და ასე შევაჯამოთ სულ 226 თამაში გამართა პორტუგალიის ნაკრებში 153 გოლი აქვს და 37 ასისტი. ამ მომენტისთვის ჯერჯერობით მსოფლიო ჩემპიონატამდე. ჩვენ დაგპირდით რომ ვილაპარაკებდით იმაზეც, ეს მთავარი შეკითხვა საფეხბურთო მინიმუმ ამ საუკუნის. მესი თუ რონალდო რომელი უფრო დიდია? ჩვენ პოზიციებს გაგიზიარებდით. მოდი მე დავიწყებ და თქვენც მე სათაოდ გითხარით რას ფიქრობთ ამაზე. ამაში არ იგულისხმება მაინც და მაინც ერთის ხარეს უნდა გადაიხარო და დაამტკიცო რატო ფიქრობ ან მეორის შეიძლება საერთოდ მიგაშდეს რომ არასწორი დებატია. მე მიმაჩნია და ვფიქრობ რომ ამ კითხვაზე პასუხი არ უნდა ვეძიოთ რიცხვებში. მაგალითად ეს რიცხვები არის 8 ოქროს ბურთი, 5 ოქროს ბურთის წინააღმდეგ, 4 ჩემპიონთა ლიგა მესის მხარეს, 5 რონალდოს მხარეს, მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკები, ევროპის ჩემპიონატის წინააღმდეგ 907 გოლი 971 გოლის წინააღმდეგ. ცოტა ფრთხილად თქვი ეგ. საერთოდ რა სიგიჟე არის? ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს. ამ მომენტისთვის არის ეს. ანუ ამ რიცხვებს მიღმა, ჩემი აზრით, ზოგადად ფეხბურთელებს შორის უკეთესობის საკითხი. უნდა როცა ესეთ რაღაცებზე ლაპარაკი ხა ერთს არ ქონდეს ოქროს ბურთი და არაფერი არ ქონდეს, კიდე გასაგებია იტყოდი რომ აი მეორე ჯობია მოგებული აქვს ყველაფერი, მას არაფერი არ აქვს, მაგრამ ამ დონეზე და ამ იმ ხარისხს როცა ვეხებით რასაც ამ ორმა ადამიანმა მიაღწია, მე მგონია რომ უბრალოდ რაღაცა ძალიან სუბიექტური მომდე დადის ეს აღქმევამდე და ჩემთვის როგორც ფეხბურთის ფანისთვის ის რაც მე ფეხბურთში მიყვარს, არ არის მარტო მაინც და მაინც გოლი ან ვიღაცის ტიტულის მოგება, ეგ არის ერთ ფეხბურთელს როგორ შეუძლია რაღაცა კონკრეტული რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. ჩემი აზრით მესიზე მაგარი მაგ საკითხში არ არსებობს არავინ. აი შენ წეგან რაღაც მომენტში ახსენე ჰოლანდიასთან ასი მესის. რასაც ონეგ განა ყველაზე მაგარი ასისტია მესის კარიერაში, ეგ არის თან ყველაზე სასაცილო. უბრალოდ რაც მაგ მომენტში კაცი აკეთებს, მგონია რომ ეგ ტვინის ისეთ უბნებში იმალება მაგის ნიჭი და მაგის მოაზრების უნარი, რომ ეგ მაგალითად რონალდოს არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი გოლსკორერია, ალბათ ყველაზე მაგარი თავით მოთამაშეა ისტორიაში ალბათ. მარცხენა, მარჯვენა, კისერი, ყველაფრით გოლია გატანილი კაც და ყველა წუთია გოლი გატანილი, ვაფშე საერთოდ ანუ რას ნიშნავს? მაგრამ აი ის ფაქტი, რომ მესის შეუძლია რაღაცა ძალიან რთული ვითარებიდან გამოძრეს ისე ლამაზად და ისე შედეგიანად, როგორც ამას აკეთებს. ეგ მე მგონი რონალდოს მაინც არ შეუძლია და მაგიტო ვიტყოდი, რომ ამ რიცხვების და სტატისტიკების და ტიტულების მიღმა მესი დგას უფრო მაღლა ვიდრე რონალდო. როგორც ფეხბურთელი. მე მაგალითად მაგნაწილში ცოტა სუბიექტური ვარ და სულ რომ მესი რონალდო არ არსებობდეს, ანუ ეხლა რა, აი საფეხბურთო გემოვნებას რო გავყვეთ, არ ვიცი რატო ხდება ეს, მაგრამ ცაცია ფეხბურთელების მიმართ
მაგ განსაკუთრებული სიყვარული, აი უშუალოდ აი საფეხბურთო გემოვნება ვთქვი, ეს იაგრიგალა, რომ ნუ არ ვიცი, მაინც და მაინც მაგას თუ არ ავიღებთ. აი ყველა ცაცია ფეხბურთელის მომent რაღაც სიმპათია მაქვს რა, ეხლა თანავე ямალიც ესეთი მაგარიც არის, აი ცაცია რო არის ფეხბურთელი, ის უკვე ჩემთვის რაღაც ერთი ნაბიჯი წინ არის რა, მარჯვენა ფეხით მოთამაშე, 10 რაღაც უნდა გააკეთოს, რომ ამას აჯობოს ჩემთვის. არ ვიცი, ანუ რაღაც ესეთი საფეხბურთო გემოვნება მაქვს და სულ რომ ყოველთვის დავანებოთ აი მესის ანუ ესთეტიურად მისი თამაში იმხელა სიამოვნებას მაინჯობს, როგორც თამაშობს, რა გადაწყვეტილებასაც იღებს თუ როგორც მოძრაობს მოედანზე და თან კიდე აი რონალდუს ყოველთვის მაგაი რაც დაჩიმახსენა ჩემი თავარი შეფასების კომპონენტიც ეგ არის რომ საფეხბურთო ტერმინი არის ესეთი რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელია მოედნის გარეთ რომ დიდად შეიძლება ინტელექტით ვერ გამოირჩევა მაგრამ მოედანზე იმდენად დიდი საფეხბურთო ინტელექტი აქვს და ეს თამაში იმდენად გათავისებული აქვს იმდენად ღრმად იცის და იცის რა მომენტში რა ხდება არ მაქვს უბრალოდ ტექნიკური შესრულების დონეზე შეიძლება პასი გააკეთო ვერ გააკეთო მაგრამ აი როგორ გრძნობს თამაშის მიმდინარეობას პაუზებს აი ისიც რომ აი პოზიცია რო არ ჭირდება და იცი ზუსტად რა დროს სად უნდა იყოს მგონია რომ მესის მსგავსად ამას ვერასდროს ვერავინ ვერ გააკეთებს თან იმდენად სრულყოფილია ეხა აი ვერც წარმომიდგენია რომ ვინმე გამოჩნდეს აი ამასაც რო უყურებ მის საზღვრებსაც სადღაც ხედავ. მესი იყო ყოველთვის ადამიანი, რომელიც მივიდა იმ სრულყოფილებამდე, რომ ყველგან, ან სრულცხრიანი იყო თუ ცენტრში იყო თუ 10-იანი იყო თუ სადაც არ უნდა ყოფილიყო. ჩემთვის მესი არის აი ამ არის ჩემთვის, ნუ ხეთ ჩემთვის დებატი კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავიდანვე არ იყო. ერთი იმიტომ რომ მიკერძოებული ვიყავი, რა თქმა უნდა, ხა არგენტინის და ბარსელონას ფეხბურთელი იყო ერთი და მეორე იყო რეალის მოთამაშე. ანუ დამთავრებული იყო ჩემთვის მან თუნდაც ფიგურების ამბავში ხო მაგრამ ისედაც რა მე მეგონა რომ ყოველთვის ობიექტურად უყურებდი მას სიტუაციას და რატო ჩემთვის 10-იანი 10 ნომერი რასაც ვქი კლასიკური 10-იანი რა გამთამაშებელი აი პელე ვინც იყო სიტუაცია მარადონა ვინც იყო იოჰან კროიფი ვინც იყო ზიდანი ვინც იყო ეს ფეხბურთ პლატინი მაგალითად ხო ეს ფეხბურთელი ყოველთვის უფრო მაგარი იქნება ვიდრე ცხრიანი რაც არ უნდა იყოს სიცხიანი, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს სიცხიანი. იქნება ეს ბრაზილიელი რონალდო, გაბრიელ ბატისტუტა, ალან შირერი თუ ერლინგ ჰოლანდი თუ კილიან მბაპე, რომელიც ცხრიანია უფრო მაინც ბოლო პერიოდში, ხო? მაგაძე დიდი ყოველთვის იქნება ჩემს წარმოსახვში 10-იანი. იმიტომ რომ 10-იანი გარდა იმისა, რომ არის შეიძლება იყოს გოლის გამტანიც, არის გამთამაშებელი, იდეალური სახელი. დავით ყიფიანი მაგალითად, ჩემს წარმოადგენში დავით ყიფიანზე დიდი ქართველი ფეხბურთელი არ არსებობს. და ძალიან გაუჭირდება ვინმეს რომ იყოს, კვარა შეუულია რა თქმა უნდა რომ გახდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდია, მაგრამ კვარასაც დააკვირდით, აბა. შეუძლია შუაში შემოწევა. ვისი მოცემ რომ მაგის პოტენციალი აქვს. კი. კვარას მონაცემს რო უყურებთ თამაშს, რომელი უფრო არის? ცენტრ-ფორვარდის მონაცემები უფრო აქვს თუ არა გამთამაშებელი, შემქმნელი. გამთამაშებელი, შემქმნელი. ხო, კი ვინგზე, ფლანგზეა და ვინგერია, მაგრამ გამთამაშებელი აღარ არსებობს და მაგითო. ხო, აღარ არის 10-იანი უბრალოდ ფეხბურთში, ამოიძირკვა ასე ვთქვათ, ნურიცა იამალი რო ახსენე, იამალიც ვინ არის? ანუ ოლისე რომ მოგწონს, 10-იანებია რეალურად, ხო, ორივე უბრალოდ ფლანგზე თამაშობენ. აზარი 10-იანი არის ყოველდღე ეგეთი გახდა. ინიესტა რა, 10-იანი იყო განდახეული უბრალოდ, ხო. და ჩემთვის მაგით ყოველთვის ეგრეთ დამოკიდებულება მქონდა, რომ მარადონა უფრო დიდი იყო ვიდრე ბატისტუტა. სიტუაცია ხო ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ანუ 10 ნომერი პრინციპის გასაგებად ზიდანი უფრო მაგარი ვიდრე ანრი. ხო, ანრი უდიდესი იყო, მაგრამ ზიდანი უფრო მაგარი იყო, თუ 10-იანი იყო. და მესის შემთხვევაში კი ცალკე რო ავიღოთ გარდა იმისა, რომ ინტელექტის თვალსაზრისით ალბათ აი ფორას მისცემს ნებისმიერ შეც ფეხბურთი უთამაშიას კი შეიძლება მანდაც გავკადნიერდები და ეგეც კი ვთქვა. მაგის გარდა პასი რომელიც გაიხსენა კალამაგერ მოლინაზე ჰოლანდიასთან უეხო საოცარი პასია. ეგეთი რამდენი აქვს? რამდენი პასი შეგიძლია მესის გაიხსენა? ყველაზე მაგარი ეგეთი პასი მის. რამდენი აქვს? და აი ეს ბოლოს ამ სიბერეშიც კი MLS-ი ეგ ის პასი MLS-ს აკეთებს. აი ყველა რო დარტყმას ელოდებოდა. მან დრო მარცხენა ფეხით ფლანგზე რო აწვდის კრემასკის უკეთებს თუ არ ის უბრუნებს ამას. საერთოდ რო ვერავინ ვერ იფიქრებდა. ეგ პასი ხო არ არის, ეგ პასი ხო არის წერია, არავის არ დაესიზმრება, ვერავინ ვერ მოიფიქრებდა, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ეგ არის შოკი არის ეგ პასი უბრალოდ, ხო? თავიდან ბოლომდე მარტო ეგ პასი რო ანახო ადამიანს, ხო არა, აი ფეხბურთი ვინც ერკვევა ფეხბურთში, ოღონდ რატომაც მესი რო ეცოდეს. იმ ფეხბურთელსაც კი არ ქონდა განცდა რომ ის პასი მივიდა, ანუ იმასაც კი არ უფიქრია რომ ეგ პასი არც სადაც წერია, არც ეცება არც ეგეთ მაგ პასზე არც კი ფიქრობს არავინ საერთოდ დედამიწაზე რო გააკეთოს. ეს ტიპი ამ პასს აკეთებს. მარტო ეგ პასი რო იყო რომ ახლა გაკეთებული 2 წლის წინ ხო? სოფლიო ჩემპიონატის მერე აქვს MLS-ში გაკეთებული. მარტო ეგ პასი რო იყო და აღარ მაქვს ლაპარაკი სხვა საფეხბურთო ელემენტებზე რომელიც მოზღვარულად ძალიან მაგარი კონდა და მაგით ეს არ მინდა ისე გამოვიდეს რომ იმას ვაკნინებ რამენაირად. არა, მე მგონი არ მგონი ვინმე უდიდესი ფეხბურთელია, უდიდესი ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ულაპარაკოთ. ერთი კრიტერიუმიც რო აიღო, მარტო აი 10-იანი ჩემთვის
დიდები ოღონდ ახლა იმას არ ვამბობ ვიღაც ბანძი ლასანადი არა არჯობია რა თქმა უნდა 10 ნომერი ლასანადი არ იყო 10-იანი არის 10-იანი 10 ნომერი თამაშობდა ვისაც 10-იანი ყველა 10-იანი არა გალასი 10-იანი იყო ასენელში ვისაც უთამაშია გამთამაშებად არა აქვს და ყველა ჯობში გუშინ სახლის სტრიმი ქონდა და კარში ჩადგა და 10 ნომერი იყო და ისეთი რაღაცები აკეთა რომ ხუთთან ჩაეძინა ლოპატელი იყო 10 ნომერი კიდე იმას კიევში დორსემ კი ბატონო კალა გულშემატკივარი როცა ფეხბურთს უყურებს ტელევიზორიდან აქვს ძალიან დიდი გაშლის ხედი. ამიტომაც არის რომ ჩვენ როცა უყურებთ და ხანდახან კომუნიკაცია გვაქვს ფეხბურთელებთან რომ პასი გააკეთე მარცხნივ გააკეთე მარჯვნივ ჩვენ ხედავთ ის რაღაცებს რასაც ვერ ხედავს იმ დროს რომელიღაც რიგით ფეხბურთელი და ძალიან ხშირად ყველას გქონია მომენტი რომ აი ხა რეალის თამაშსაც უყურებ და ნებისმიერი გუნდის რა ვინისიუსი იქნება თუ ნებისმიერი უნიჭიერესი და დღევანდელი სუპერსტარი აქ არ უნდა ექნა ეს არ უნდა გაეკეთებინა და სადაძლეო პასი ექონია მესიზე პრაქტიკულად შემთხვევების გახსენება რომ აქ რატომ მიეცი პასი იქ უნდა მიგეცა ანუ რომ გადაიაზრო საკუთარი თავი რაღაცას იპოვი რასაკვირველია მაგრამ ძირითადად პირიქით ისეთ მომენტში გააკეთეს პასაც რასაც შენს ვერ ხედავ როგორც მაყურებელი ამიტოა ის ამდენად დიდი და ამიტომ ამდენად დიადი ფეხბურთელი მესი არის ისტორიაში აქვს პრეტენზია ჩვენ რონალდოს გოლსკორერის თვისებებს გავუსვით ხაზი მესს აქვს პრეტენზია რომ არის საუკეთესო გოლსკორერი არის საუკეთესო პასის კულტურა, ასისტის კულტურა, ეგეთი ისტორიაში, ანუ პრეტენზია აქვს არის საუკეთესო. ჯარიმის დამრტყმელი აქვს ასევე რომ არის საუკეთესო. ეს საფეხბურთო დრიბლერი საუკეთესო, ანუ ძალიან ბევრი კომპონენტია, სადაც მესიზე იტყვი რომ ამას აქვს პრეტენზია რომ ისტორიაში საუკეთესოა კომპონენტურად რო დაყო, აი ძალიან მარტივ მომროლებად რო დაიყვანო. მაგრამ კრისტიანო რონალდოს მთელი მუღამი ამ შემთხვევაში არის ის რომ მესი მას აი საფეხბურთო ტვინის კუნჭულები რო აღნიშნე შენ რო აი რაღაცა ისეთი უბნებია განვითარებული. რონალდო მაგიტოა ძალიან დიდი და უდიდესი და ძალიან მაგარი რომ მიუხედავად იმისა რომ ყველა აღიარებს მესის ნიჭს აი ხა სამივე უფრო მეტი რა თქმა უნდა მესიზე და მეც მესიზე ვილაპარაკე ამ ტიპმა 5-5 ოქროს ბურთებში და ალაპარაკა ხალხი ეს უფრო მაგარია და ეგ იყო ლეგიტიმური თან ანუ არ იყო ჰაერდან მოტანილი რა იმიტომ რომ ფეხბურთი მაინც გუნდური სახეობა და რაღაც სიტუაციებში კრისტიანო რონალდო უფრო გამოსადეგარი იყო საკლუბო დონეზეც და სანაკრებო დონეზეც ვიდრე ლეონელ მესი ამიტომ მთელი სილამაზე ფეხბურთის რო ეს დაწერილად რო ეს უფრო ნიჭიერი ამას არ უგებს და ისეთი საინტერესო რაღაცები ხდება ამიტომ რა თქმა უნდა ლეო მესი არის უდიდესი და მე ამ მარადონას თანამედროვე ვინც არის მარადონაზე ამბობს პელეზე მე რადგან მესის თანამედროვე ვარ ამაზე მაგარი არავინ არ მინახავს და ეჭვმეპარება რომ ვინმე ესე თამაშობდა ფეხბურთს მაგრამ აი კრისტიანო რონალდო იმითოა კიდე მაგარი რომ აი ამ ყველაზე მაგარზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რაღაცებს რომ ეს უფრო მაგარია და ხო მართალია ლეგიტიმური იყო ხო ჰაერდან მოტანილი ეგ მე მაგას არ ვამბობდი პირადად რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ცუდი შეგრძნებები მახსოვს რომ ფიჭო ცუდად არის საქმე თქვა ევროპიკოვდი რა კი ანუ შენც კი შეგაშინა ერთ ძალიან პატარებს დავამატებ ამ დებატის ძალიან გაუბრალოება ხდებოდა ხოლმე ხშირად რითიც იმ ფრაზით ძალიან არ მიყვარდა ეგ ის ნიჭიერია და ეს შრომობს ხო ეს შრომელი ერთი რამხელა უპატივცემულობა და მე ორივე შრომობს მესის რომ ის თურმე არ შრომობს ცევდნენ ტიპს და რამხელა უპატივცემულობა რონალდოს ნიჭიერი არ არის ხო ხო რო ტიპი პროსტა დარბის და ანუ აი ბოდვა რაღაცა ამიტომ ვისიამოვნოთ ორივეთი სანამ შეგვიძლია წავიდეთ კატეგორიებზე წავიდეთ სანაკრებო კატეგორიები გვაქვს აქ და მოვისმენდით თქვენგან დიდი სიამოვნებით სწრაფ თითო პასუხს თითოეულისთვის. აღარ მოდი ესეთ ფორმაზე შევთანხმდეთ, რათა ანუ მესისთვისაც უნდა ვთქვათ, რონალდოსთვისაც. რაღაცა ერთმა ადამიანმა ორი პასუხი რო არ გვაძლიოს, მოდი მესი ჩავიაროთ. მე რონალდო ჩავიაროთ საერთოდ. წავიდე. საუკეთესო გოლი ნაკრებში. ლეო მესის. ამაში მოდი აგვიხსენით, რატო ფიქრობთ, რომ რაღაც გოლია საუკეთესო. ანუ შეგიძლიათ ეს კრიტერიუმი იყოს სილამაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება ამის კომბინაცია. ეგ თქვენ გადაწყვეტეთ. მითხარით თქვენი აზრით საუკეთესო გოლი რომელია ლეო მესის. ტატო შენგან დავიწყო და წამოვყვეთ ეს. არგენტინა ამერიკის შეერთებული შტატები ჯარიმა რო გაუტანა კოპა ამერიკას. მაგარი ასე. მეკარის კუთხეში გოლი რომელიც არ გადის ჩემი აზრით. ეს კონკრეტულ წერტილში გადის მარტო იქ გაიტანა. და იქ შეაგდო და ნუ აი შეუძლია წარმოვიდგინე ეგ ბუქთის ჩასმა მანდ რო გაიტანა. ეგ გოლი გამახსენდა ეხა პირველი და ნუ აი
სანდროს დავესესხები მექსიკასთანაც ვიტყოდი ეგრე და ბევრი გოლი ბრაზილიასთან ამხანაგურში ნახე დაიწყო ერთი მითხარი სამი თქვა ამერიკასთან ეჭვი მაქვს რომ ეგ შეება არ თქვათ და მე ავიღებ მაგ გოლს და დანარჩენს დაგითმობთ მე მეგონა რა შეიძლება ის გითხრა რასაც მე აი ბრაზილიას ამხანაგური მარსელო რომ მოსდევს ანუ აი ეგ გოლი იყო წარე იყო ჩემთვის ზან და ეგ მახსოვს 4-3 ხო ანუ ბოლო წამზე რაღაცა და როგორც გააკვა ეგეთ ბევრი გაუტანია მაგრამ ბრაზილიასთან იყო თან მაგ დროს კიდე ჯერ კიდე ბრაზილია კარგი ბრაზილია და ეგ გოლი ის იყო შთამბეჭდავი ძალიან მარსელოს ატყუებს მე ის ვეღარ ეწევა დიდი ხანი მოაქვს ხო და ძალიან მაგარი გოლი გააქვს კაი მე ვიტყვი ეგეთ გოლს თან ეგ ჩემი თავის ემოცია მახსოვს რომ ვნახე 2018 წლის სოფლიოზე ჯგუფის ბოლო თამაშში არგენტინა ხვდებოდა ნიგერიას და მაგ თამაში მოგებაჭირდებოდა თორე ჯგუფში რჩებოდა არგენტინა და მე მგონი როხო უკეთებს გრძელ პასს ძალიან ბანეგა აკეთებს მაგას ბანეგა მახსოვს რომ ბანეგამ გააკეთეს სამ შეხებას აკეთებს ტიპი ოღონდ პირველ შეხებას აკეთებს ისე რომ ვერც ხვდები რომ ეს სამი იყო მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა რომ კერდი მუხლით გაისწორას აი სიგიჟეა კერდით ეხება კაცო მუხლით არ ეხება მე მახსოვს რომ მუხლი ოდნავ რაღაც ნაწილი და მარჯვენათი ურტყავს მახსოვს პირველი მუხლია მაგა ფეხი და დარტყმა მე მაგიტო მახსოვს მაგ გოლის სირთულე რომ მუხლით ეგეთი ბურთის დამუშავება ძალიან რთული კერდით კიდე მარტივია რა კარგი ხო კერდი არ იყოს მიღება გასწორება დარტყმა და ეს ხდება წამ ეგია ძალიან მაგარი გოლია და თან ურტყავს მარჯვენა ფეხით შესასრულებელი მარჯვენა ფეხით ეს არის გამარჯვებული გოლი მაგისგან თული შესასრულებელი როგორ ხო მაგრამ აი რო ვნახე ანუ აი ძალიან მიყვარს ეგეთი გოლები მე ზოგადად რა აი მაგალითად რაღაცა ვან პერსის გოლი ასტონ ვილასთან რონი რო გზელ პასს უკიდებს ანუ ან გაუჩერებლად დარტყმები ან აი რო ამუშავებ მაგრა ბურს და რო გაგაკ აი ოსტატობა რო ჩანს ხო სუარესი ნიუკასთან და უცებ ტიპ აი ჰოპ შეი ის ჩვენი საერთოდ ალბათ რა უნდა ეკნებს რაწყას მაგრამ ტიპმა რავი ნუ ზდია დაფარა მეტნაკლებად მაგრამ ამან ნახან მესია უბრალოდ სამ შეხებაში დაამთავრა ყველაფერი და გაიყვანა გუნდი. ხო, მე სადღაც ვაპირებდი მაგ გოლის ამორჩევას, იმიტომ რომ ეგ არის რაც საჩემთქო თან რომ გაიკვირვებ რა და თან ტექნიკურად ვისაც ოდნავ ფეხბურთი უთამაშია, ეგეთი ბურთის დამუშავება, რომ შენს გარბი ხარ და ის ბურთიც სრულსუკარ მოდის და რა ნაწილი უნდა დაუხვედრო, მაგასაც რო ვერიგებ და ისე რომ დაამუშავებ, რა თქმა უნდა, უხურესია. უბრალოდ მე რაღაც რამდენიმე წლის წინ რაღაც ესეთი გართობა მაქვს ხოლმე, რომ სახლში როცა არაფერს არ ვაკეთებ, ჩაუჯდები და რაღაც გოლებს უყურებ. აი თუნდაც რაღაცა ჩავრთავდა მთელი 2004-ის გოლები უდო ნახო რაღაცა ესე და ესე იყო ფეხბურთელების რაღაცას და ამოვაჩინე გოლი, რომელიც აი დაჩიმ ხოთქო ეგეთი გოლები უყურს. მე მიყვარს ძალიან როცა თავზე გადაგდებით. გაქვს ფეხბურთელს გოლი. ნაკრებში არგენტინი. და მესისა გატანა 2007-ში მექსიკის ნაკრებში ნაოდე. კი, ძალიან მაგარი გოლი კოპაზე, ნახევარფინალში. ანუ აი ძალიან მაგარი გოლი. თვითონ არ გაქვთ ნახი, ნახეთ. ანუ თან შორიდან გაქვს. ანუ არ არის ახლოსთან. თან ესეთი, ბიჭო, თან კუთხიდან გაქვს. ფეხს აყოლებს ბურთს ისე რომ თითქოს აი ხო აი რა. და აი წარმოუდგენელი გოლი თან რიგენოს ვასით, არანორმალური გოლი. საუკეთესო პერფორმანსი ნაკრებში, ანუ ერთი ყველაზე მაგარი თამაში რა. დავიწყოთ ისევ თვითონ. თუ მე ვიტყვი და დავაი. და ანუ არ ვიცი, ყველაზე ბანალური პასუხი მაქვს, მაგრამ რაც მაგ კაცმა ფინალში გააკეთა 2022 წელს, ის პრეასისტი, რომელიც წეგან შენ თქვი, პენალტი, მავე პენალტსაც გატანა უნდა. ის გოლი, რომელიც შეაგდო, ის რომელიც ლორისმა გამოუღო აი ყინაღა. რასაც მაგ თამაში მესი აკეთებდა, ეგეთი ფეხბურთი მეორე გუნდის 10-იანმა გააკეთა მბაპემ ნაკლებში დამეჭდავათ, მაგრამ მაინც გაიტანა გოლები კაცმა. არა, ნუ შტამბეჭდავ მბაპეც ხო. საოცარი იყო მესი მაგ თამაში. ალბათ მე როგორც არა არგენტინის ფანს რაღაცები შეიძლება გამორჩენილი მქონდეს და ესე განცდის დონეზე უფრო უჭერდა ამ ხარს, მაგრამ თან სოფლიო ჩემპიონატის ფინალში წნეხი იმხელა ყველაზე მესიზე და ექიმზე და ვიც არ გინდა იყოს, მან რომ მაგას აკეთებ უფრო მაღლადგები ალბათ რა. მე ვიტყვი ჰოლანდიასთან თამაშს, მაშინ მაგ ჩემპიონატზე ასე მინდა. მე მაგ ჩემპიონატზე უტრიალებ და მე მაშინ სხვას გეკითხე. ბევრი თამაში. თან უცნაური მესი იყო. ხო, ანუ ისეთი რა, მაგიტო. პირველი მიზეზი ეგაა მაინც რა, იმიტომ რომ ხო კი გასაგებია პენალტი გაიტანა, მე პასი გააკეთა, ანუ თვით თამაშიდან გოლი არ გაუტანა რაღაც, მაგრამ აი ეს ხო პენალტი იყო, მაგრამ პენალტი არის და პენალტი გაიტანა სუმეტი გოლი არ გაუტანია. არის მაგრამ აი ეს ვანგალთან დადგომა და თელი თამაშთან როგორიც იყო, თან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო არგენტინისთვის, მით უმეტეს იმიტომ ჰოლანდიას უხერხული მეტოქი არგენტინას უჭირს ჰოლანდიასთან ზოგადად. როგორ დღესაც არ უნდა იყოს ჰოლანდია და მაგიტო აი ესეთ მნიშვნელოვანი და რთულ მეტოქესთან
ესეთი თამაში და ლიდერის ეგ იყო თამაში, სადაც გასაგებია მთელი ტურნირი მოყვებოდა ეს ლიდერის მანტია მესის, მაგრამ მაგ თამაში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მაგას, რომ ცოტა სხვა მესია ეს უკვე ის აღარ არის, ვინც აქამდე წესიერი ბიჭი აღარ არის რა, ცოტა უფრო ხულიგანი ტიპია და მაგანაც დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ რაც მე მოხდა ნახევარფინალშიც უნდაც და რაც მე ფინალშიც მოხდა. მეც ეგ თამაში მაგრამ დავამთავრებ ჰოლანდიას ბოლო წლებში თუ სადმე კარგი ფეხბურთელები ყავს, არის დაცვა, ვანდაიკი აგერ მესის ეჭდებოდა ოქროს ბურთზე, იქ ნათან აკეები და ჩაშენებული იყო მართლა ძალიან ათლეტური მოწესრიგებელი ხო. მაგ თამაში, მაგ პასის გაჭრა თან რა დაცვაში გადის რა, მართლა ესეთი ფიგურები არიან, ყველა ძალიან მაგარი ფეხბურთელია. და აი კადრი რა, ვანგალთან რომ მიდის და ეს დავიცი და ბავშვები ვითრო უყურებ. ანუ ვანგალი ხა ავტორიტეტიანი ტიპია, ესეთი ასაკოვანი ტიპია და წესით რაღაც თქვენობით უნდა ესაუბრო. დავიციც მოედანზე ჯერა გიჟი იყო და ეხა რა ვიცი, არც არ მგონია ეხაც დალაგებული იყოს რაღაც. ჰოლანდიელებს თან სტამი და ვიღაცები ხო ყავთ ხოლმე ეგეთი. და ეს რომ მიდის ოჩაულის ისეთი ბავშვის სახით უყურებენ, რომ აი ვერაფერს ვერ შებედავენ რა თითქოს, იმიტომ რომ ამის ავტორიტეტი გავიდა მერეა უკვე. ხო, აი პიკი იყო, მაგრამ მე ჟურნალისტებთანაც ლაპარაკის მოკლედ და ანუ მესიმ ისწავლა მან როგორი იყოს ხულიგანი ბოლო. ხო, თორე საათლიანობის რო ვთქვათ, ეკვადორთან თამაში გაიხსენეთ და იქ 3 გოლი რო გაიტანა, ბრაზილიასთან ის ამხანაგური მან 3 გოლი. ბევრი მაგარი თამაში კონდა ეს, მაგრამ აქ არის თავარი პოდიუმი და სცენა სათხდებოდა რა ჰოლანდიაში. მე ვიტყვი 2022 წლის ნახევარფინალს. ბოროტიასთან. და რატო მაგასაც ვიტყვი, იმიტომ რომ მაშინ აი მახსოვს შეგრძნება, რომ არგენტინა მივიდა იქამდე, რომ ახლოსაა ამ ტიტულთან, უკვე ნახევარფინალშია. უბრალოდ ეგ თამაში რომ დაიწყო იქ, რა თქმა უნდა, რეჟისორის დიდი ყურადღება იყო მოდრიჩის მხარესაც რა, ანუ აქეთ მოდრიჩი, აქეთ მესი, მოდრიჩის ეცხოს უესაა, რომ სანაკრებო ტურნირის ყოველთვის ძალიან კარგად თამაშობს, თან ძალიან ელეგანტურად რაღაც და მთავარი მომენტი მაგ თამაში, სადაც მახსოვს რომ ვთქვი რომ აი ეს რა მაგარია, იყო პენალტის ეპიზოდი, ანგარიში ხო პენალტი გაიხსნა მაგ თამაში და მაშინ ძალიან არეული თამაში იყო, არგენტინასაც ჰქონდა მომენტები და პენალტის დროს ამას აი ახლო კადრია და მესის აქ სახე როგორ იცი აი თან ნერვიულობაც რო ეთყობა თან ისიც რომ ეხა ის ეპიზოდი ის თამაში გადაწყვიტა ჩემი აზრით მაგ 11-იან მაგარში გამხსნელმა და თან როგორ არ ტყავს მაგ 11-იანს ან მაღალ კუთხეში მარტივად შესრულებელი რო არ არის უძლიერესად გახვრიტა და აი მან რაღაცნაირად ამოიღო ეს თავისი ემოცია და მერეც უკვე ის ასისტი რაც გააკეთა და მანამდე ჭიდაობა მცველებთან აი ჩემს თვალში ის აი უახლოეს წარსულში რო გავიხსენე სადაც თქვი რა მესის პერფორმანსი მართლა რო აი სად აჩვენა რო არის სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო ეგ აი პირველი ჩემი აზრი სადაც არის რა საუკეთესო ნაკრები ანუ საუკეთესო ფორმაციის ნაკრები რომელსაც უთამაშია ლეო მესის წინაზე იყო ჩაჭერა იმაზე რომ რაღაც შეიძლება რა გახსოვსო მაგრამ მერეც რო გადავხედო შემადგენლობებს მგონია რომ მანდ კი შეიძლება დიდი როლი არ ქონდა მაგრამ ეს სახელებით და იმ კლასით რა ფეხბურთელებიც იქ თამაშობდნენ მგონია რომ მაინც 6 იყო ის ნაკრები სადაც საუკეთესო კონტინგენტი სადაც იყო შეგრებული არგენტინასთვის იმიტომ რომ ცეღანაც გავხსენეთ 10-14 სადაც იყო ბევრი არეულობა და აქ ძალიან ძალიან მაგარი ფეხბურთელი იგივე რიკელმე, კრესპო, კამბიასო ძალიან ბევრი უფრო ვარსკვლავური შემადგენლობა 26 არგენტინა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო მაკდონალდზე ვლაპარაკო. აი და მე მახსოვს ბავშვობაში. და რომელია მესის საუკეთესო? ეს ვიტყვი, ჟურნალი გამოდიოდა ერთი იქ ეწერა, არ ვიტყვი ჟურნალზე, იქ ეწერა რომ ძალიან სწორი დახასიათება ეწერა მაგ არგენტინის რა. საუკეთესო იმ გუნდებს შორის ვინც ვერ მოიგო. ანუ ვინც ვერ მოიგო საუკეთესო იყო რა. და მართლა ძალიან მაგარი გუნდი იყო. ჩემთვის რავი 2022-ის ნაკრები რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე ეს ნაკრები მევასება მიყვარდა. ანუ მე ეს ნაკრებს გეკითხები გეტყვი რა აზრით. მოლინა უფრო მაგარი ტიპია ვიდრე ვარ მახსოვს გამოვიდა ეგრე რომ უფრო მაგარი ტიპია. ზანეტისთან მესის თითქმის არ უთამაშია მაგალითად ანუ ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი რო აიღო არგენტინის ესე მიხვდით იმის რომ ნახევარდაცვაში თამაშობდა ზანეტი მაინც მარჯვენა მცველია ხო მაგასთან მესს მეგონა არ თამაშია იმიტომ რომ 6-ში არ წაიყვანა 10-ში იქით არ იყო 10-ში არ წაიყვანა და რავი არა რასეგებია კოლოჩინი და სორინი და ვიღაცები ფეხბურთელები რო აიღო სორინი ძალიან მევასებოდა ხომ არა ანუ არ არის ხა და მაგას განსაკუთრებით სახელებით 2006-ში მაგრამ როგორც გუნდი 2022-ში ამას ახლა აგუერო არისო 22-ში და იგუაინიც არისო კიდე კაი შეიძლება არ ვიცი მაგრამ სახელებით შეიძლება არ წინავდა ეს ნაკრები 2022-ის გუნდის მაგრამ როგორც გუნდი ეს იყო ყველაზე ძლიერ გუნდი ასე მინახავს არათუ არგენტინის ნაკრები შეიძლება ეგეთი შეკრული ეს ერთიანი ნაკრები შეიძლება ვერ ნახოთ
მე როგორც არგენტინის გულშემატკივარს ალკო ხო кайფობდი ამაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნეიტრალურად რო ყოფილიყავ აბსოლუტურად განწყობილი. მაინც შეიძლებოდა, მაგრამ მე кайფა, აი შემხედავ როგორ მიდიან ეს ტიპები ამ მიზნისკენ. როგორ მიზანდასახული ტიპები არიან და ეს რაღაცა ერთიანობა და იმიტომ ეხლა რაღაცა სასიამოვნებელი ადამიანი, როცა უყურებ როგორ ერთიანდებიან ადამიანები საერთო მიზნის გარშემო და როგორ მიდიან ამ მიზნისკენ და ეს არგენტინის ნაკრები იყო ეგეთი რა, რომელიც ყველაფერს გადადებდნენ და ყველაფერს დადებდნენ, ოღონდ ეს მიზანი მიეღწიათ რა. აცის ნაკრები ძალიან მაგარი იყო. შემოძლებით ვერ ითამაშეს, მესი გოლი ვერ გაიტანა, ბევრი აღსო. მესი, დი მარია, მასკერანო, ლავეციც ხო იყო, მაგრამ თავისი პრაიმებში ვერონი წაიყვანა, იგუაინი, აგუერო, მილიტო, ანუ სასწაული შეშეტევა, უბრალოდ დაცვის პრობლემა იყო და რაც გამოსწორდა დაცვის კუთხით იყო ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც კაცჭამები იყვნენ ესენ ძალიან მაგრამ თამაშობდნენ რა. რომერო, ლიჩა მარტინესი. მასკერანო რა მოგეკლო იმ ძველი არგენტინებისთვის, რომელზეც იყო ანუ საერთოდ იქამდე ვერ მივიდოდნენ, იმიტომ რომ მარტო ნიდერლანდებთან აქვს ისეთი ის გაკეთებული რობენსო და უფარა, რომ მართლა სასწაული იყო. ლეგენდარული ვარდნა იყო მართლა რა. მასკერანოს აქვს პრეტენზია რომ აქვს მსოფლიო ჩემპიონი საუკეთესო იყო მართლა. ისეთი მაგარი იყო 2014-ში. მაგრამ აი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დატოს ვეთანხმები რომ ვიღაც ტიპები, ვინ არიან ესენი, რავი ხარ, უყურებდი არ მაქვს საკლუბო დონეზე ამ ტიპების თამაში ბევრი ნანახი და ესე იგი ნუ რაღაცა ვერაკეთებდნენ კარგად საკლუბოზე, მაგრამ სანაკრებოზე რაც ითამაშეს ტიპები. ხო, ბევრი ახალი ტიპიც იყო ხა რაღაცა მაინც და მაინც ადამიანს ბრაიტონის თამაშს არეჯდა და მაკალისტერი არის წოდია. მაკალისტერი, ენცო არ იყვნენ ეგის ტიპები, ხა მე ვიცოდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ენცო არგენტინის მაგრამ არა მაგარი სოფლიო ქონდა ენცოს აი განახი მქონდა აქტუალურად არგენტინაში როცა თამაშობდნენ, მაშინაც ვიღაცებს თამაშობ წაყვანილი მქონდა ფიზიკურად არგენტინის ჩემპიონატზე. იგი ფანს ავდა ნანახი. ეს ალვარესი ცეხა ხო არ იყო ის. ყველაზე ვარსკვლავური არგენტინა როთარ იყო. ალც ალვარესი კი ბატონო, ხო. ყველაზე მძიმე მარცხი ერთი. რომელი იყო? 2014. ხო დაეგრე ფიქრობ? რა თქმა უნდა, 2014 არ ფიქრობ მე ეგრე და შეგედავ. მე გეტყვი რატო ხე მე ჩემსაზე გეუბნები. აბა? შენთვის კი არა. აბა? მესისთვის. ენთვის არა, მე ჩემს გეუბნები. მესის ყველაზე მძიმე მარცხი ნაკრები. მესის ყველაზე მძიმე მარცხი. 2014 წლის ფინალი. იმიტომ რომ მაინც მაგაზე აზრზე დავრჩები, იმიტომ რომ აი ტიპი მივიდა, მიუახლოვდა ამ მიზანს, რომელიც უნდა აესრულებინა და გამختارიყო არგენტინის გადამრჩენელი და ძალიან ცუდად დააკვრა ჯერ თვითონაც გოლი რო ვერ გაიტანა იმ ერთი მომენტი, როცა მარცხენა შედის და აი 10-დან 9 რო გააქვს და მაინც მე-10 რო იყო ეს, როცა აცილა ნოიერის გარს. გარდა ამისა მომენტი არგენტინელებისთვის შეიძლება არ ვაინჭებთ ჩვენ ქართველები ვერ ხვდებოდით, მაგრამ არგენტინელისთვის იცი რამდენს ნიშნავს, რომ არგენტინა მარაკანაზე გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიაში? წარმოუდგენელი ამბავია ეგ. ეგ ნიშნავს იმას, რომ არგენტინა მარაკანა გადაწვან საერთოდ და დამკვირვა. ეგ ნიშნავს იმას, რომ კომანდ მოიგეთ. ხო, ეგ მოხდა რომ 7 წლის მერე და ეგ რომ მოეგო არგენტინას, ეგ მნიშვნელოვანი იქნება, რომ არგენტინა უბრალოდ არასდროს არ უნდა ემას მიზნავს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომ როგორმე შემთხვევით ბრაზილიას არ მოეგო. ისეთ სოფლიოზე სადაც ბრაზილია მეგრე წააგო. ხო, როგორც და მე მარაკანაზე ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინისთვის არის, იქნებოდა ყველაფრის შეიძლება გაგიგო, მაგრამ მგონია რომ ჩილესთან 2016 წელს მეორე წაგება. მე ბანდო არ და აი მე ვიტყვი და შენ შეავსე მე, ანუ რაც ახლა თქვენ აღწერეთ იდეალურად, რომ ტიპმა წააგო 1, წააგო 2, წააგო 3, პენალტი აცილა და ისე წააგო, ნაკრებიდან მივდივარ და ისე წააგო, იტირა. მე მგონია რომ ძალიან ახლოს იყო შენი არ იყოს მან მესი რომ რაღაცა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ის მიიღო და ყოჩახ მაგას რომ გამოძვრა მაქედან რა და მაგიტომ მგონია რომ მისთვის აი ეგ წაგება კიდე უფრო რთული იყო რა ვიდრე 2014 წლის ფინალი იმიტომ რომ 2014 წელს მესი იყო 27 წლის 27 წლის რო ხარ წინ დიდი ალბათობით ერთი მინიმუმ და მეორეც ალბათ გაქვს ანუ გექნება შანსი განა კოპა ამერიკაზე ეგ ხონდა, მაგრამ ანუ პირველი მარცხია კი ფინალია ძალიან მძიმეა ეს მარაკანას ფაქტორიც ალბათ არგენტინელებისთვის, მაგრამ განცდები რა ცილაპარაკი არ ხონდა ეგეთი ფინალი, ანუ სახეზე. ხო, და რაღაცა ანუ ძალიან მშვიდად ეს შეხვდა რა და აი ტიპი განადგურდა მოკვდა. პერიოდი ასევე 2014 რო გავიდა და უბრუნდა ერთი წამი, არის ისიც აღსანიშნავი მაგ პერიოდში, არ ვიცი მე რა მოხდა. რაღაც მონაკვეთი თუ გახსოვთ სეზონის ბოლო ნაწილი ბარსელონაში ვერ თამაშობდა, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემები ქონდა. კი, არა. და ყველა თამაშზე. რამდენიმეჯერ სულად გახდა თუ მატჩი მიმდინარეობისას ქონდა. რაღაცა ჭირდა მაგ პერიოდში. არ ითქვა მე ძალიან ეს აქტიურად. ამის სტრესი ხო არ იყო მსოფლიოში. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ყველა თამაშზე მსოფლიო ჩემპიონატზეც
გულისრევა თითქმის ყველა თამაშზე გულიერეოდა და ვერ თამაშობდა 100% თავისი შესაძლებლობების ვერ აჩვენებდა აშკარად რა მაგ ჩემპიონატზე მიხოთ და ამისა საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს მაინც მაგ ტურნირის მაგრამ დრამის და განცდების თვალსაზრისით რა თქმა უნდა 2016 საბოლოო ჯამში ეგეთი გამოვიდა რა მეც მანდ ვარ 2016 ვიტყვი და მივიტყვი იმიტომ რომ ჩემს წარმოდგენაში მესისნაირი ფიგურა და ის ხალხი კიდევ ის შემოთვალე თამაშის მე ეგრევე რომ ამბობენ იმას რომ всё მე აქედან მივდივარ ანუ აი იქ რა ხდება უცბად აი გასახდელში იქნება თუ მისთავს ალბათ მაგაზე დიდი დრამა და ტრაგედია არ არსებობს როცა ფეხბურთელი თან მაგდონის ფეხბურთელი თან მაგდონის ფიგურა იმას ამბობ რომ всё ანუ წავედი ხა ანუ მგონია რომ ეგ არის მაქსიმალური დრამა რა შეცდომა მოყოლიყო მართლა თელმაგური მე მაგალითად მაგდრეს მესის არ დავტოვებდი მარტო რაღაც ცოტა ნახევრად ხუმრობით რო ვთქვა აი ეგეთი რომ მე ნახა მაგით ვარ და თო მარტო ამდენი კაცი ჩამოთვალა ნაკრებით რომ წამოვიდა ყველა ისიც გაყონე ხო ამაგა შენ ამას ყველა პასუხი ვარ მე უბრალოდ განსხვავებულს ვიტყვი იმიტომ რომ გეთანხმებით თქვენ და ტატოსაც გარკვეულწილად ეგორი იყო მაგრამ რაც დაუჯერებელი იყო ჩემთვის იყო რომ 2010-ში გერმანიასთან 4-0 წააგეს აი იყო რო უყურავდი არ მჯეროდა მართლა აი თან მაშინელი გერმანია ჯერ ისეთი იყო რა. გერმანია არის მაგ დროს რაღაცა ისეთი რომ ანუ აი საოცრებაა რა. რა ბოროტი გუნდია ეს გერმანია. ჯერ ინგლისი გადახია 4-1. მე არგენტინა. ინგლისი ხან გადახევდა ან არა. სხვანაირად რო წასულიყო ხო. არგენტინას ეგეც არ ქონია რა, არ მახსოვს ხო 4-0 ძალიან წყარა წააგეს და მესი მაგ დროს არის საკლუბო დონეზე რო უყურებ მეშინია ბურთს რო იღებს რა, იმიტომ რომ პრამაგას ხო ბევრი პრაიმი აქვს ანუ 10-ში არის პირველი პრაიმი. აი რაღაცა უსრულყოფილებას მომიუახლოვდა. მე 14-ში სხვანაირი მესია უკვე უფრო 10-იანია და აი მაგ მესიმ რო გოლი ვერ გაიტანა და მან რო გავარდა 4-0, ძალიან ბედნიერი კი ვიყავი მაგ დროს. კრისტიანო არ დაგვეჩაგროს და მასზეც იგივე კატეგორიები გავიაროთ. საუკეთესო გოლი. ჩემთვის კრისტიანო რონალდუს საუკეთესო გოლი ნაკრებში არის 2018-ის მსოფლიო ჩარიმა ესპანეთის ნაკრებთან. ავიდე ხიას გაუტანა ჯარი. ანუ იმიტომ რომ მან ეგ ჯარიმა თან არის შორეული რის ტრაექტორიისთვის მანძილი კონდეს არც შორი მანძილი არ იყო. ხაზდან ურტყავს ტიპი. ხო ძალიან მაგრად ურტყავს და თან გააქვს ისე რომ ეს თეხია რომ თავის ადგილზეა და თან რაღაც ჯარიმის მსგავსი შესრულება. ჯარიმის მსგავსი შესრულება ის არის რა. რთული ამბავია ეგრე მაქსი ძლიერით და მაგიტო ეს გოლი ჩემთვის რაღაც ისეთია. გამორჩეულია რონალდუს სანაკრებო კარიერაში. ბიჭო, ეხა ვატრაკებ თუ უნგრეთთან ქუსლით ხო არ არის? კი, ქუსლით. მიდი თქვი და მეც მაგდა. მე მაშინ ვიტყვი გოლს, რომელიც კრისტიანომ გაიტანა ესპანეთთან, ოღონდ არ ჩაუთვალეს, იმიტომ ნანიმ შეუშალა ხელი. ეგ გოლია ჩემთვის კრისტიანოს. იქეს ვარწევინეს მანამდე და მე თავზე რო უგდებს კასია. შეიძლება ასისტი გე. ასისტის მაგას ვიტყვი. არა, ეს გოლია. მან არის რომ ყოფილიყო ჩაითვლება. შესულია უკვე და მაგიტო მაგ გოლს ვიტყვი, რომელიც არ ჩაუთვალეს. კარგი. შვენიერი პასუხი. ოღონდ პასაკანუ ეგ. არა, კარში ურტყა. აი არ ვიცი. არა, რონალდო პასაკეთებს არა ეს. კარში ურტყა. რონალდოს ეგედად არ მახსოვს ვაფშე. არა, ურტყამდა, მე მგონი რომ ეგ იყო რომ ტიპმა აუ ესეც მომატყო ისის და გადაუგდო და მაგით გიждდება. სასწაულებელია. მე უნგრეთთან ქულს შეცვალებდი ხო? მე მაგას ვაპირებდი ხო. თქვი მე ამბობდი უნგრეთთან ქულს, იმიტომ რომ თან ეგ მესამე თამაშია ჯგუფის. ხო, ბოლო თამაშია. და მაგით ათანა, კი და მაგით გაიყვანა წინ და მე კიდე გავუშვეს მესამე და სამიც ამორჩა. მაგრამ თავარი გოლი მანდ გავიდა, მაინც ისლანდიამ რო შეაგდო. იქით ხო. გავიგე. საუკეთესო პერფორმანსი პორტუგალიის ნაკრებში რონალდოს მიერ. რომელია? აუ შემერთ ამას ძალიან სასახაპასო. მე შორს არ წავალ და ესპანეთს ვიტყვი. აი, რანაირად. ანუ მე მგონია რომ ესპანეთია ეგ ხო, კაი, მსოფლიო ჩემპიონატი. სამი გოლი. აი 2016-ის ფინალი საფრანგეთთან. აბა არ გახსოვთ არცავის თამაში? აცმა მსოფლიო ჩემპიონატი შესვლა ჰეტრიკი ესპანეთთან. ერთი პენალტია და ერთი დეხიას უვარდება ხელიდან და მაგიტო მაგ. ხა ჰეტრიკი შესვლა ესპანეთთან. კაი, ჩემი ესპანეთი აქვს თქოში თქვენი გამათეთ. აბაგის უნგრეთთან. არა. არ არის ეგ ჰეტრიკი, ორი გოლი გააქვს მაგ თამაში. უფრო სრულყოფილი ჰეტრიკი რონალდოსი არის შვედეთთან. ო ვიცი კვალიფიკაცია თამაში. რო გავიდა მსოფლიოზე. როცა ტიპმა გაიყვანა პორტუგალია მარტომ სოფლიო ჩემპიონატზე და სამივე გოლი აქვს ძალიან მაგარი აი ფორვარდობის თან ეგ ის არის დრამა იყო თამაშიც გაიტანა. ო, 4 გოლი გაიტანა და 4 გოლი შეაგდო ხო და ეგ დარწმუნებები არც უსაფუძო დარწმუნებული ვარ რომ ეგ ორი თამაში იყო საფუძველი სერიოზული გარდა რა თქმა უნდა სხვა წარმატებისა ასევე მაგან გადაწონა ასე ვთქვათ მაგის სასარგებლო და მოიგო ოქროს ბურთი მაგ წელს კრისტიანო მაგურების წყალობით. იმიტომ რომ
მე მახსოვს მანამდე ბუკმეიკერების მოსაზრებით და ეგეთი გამოკითხვებში როგორც წესი არცდებიან ხოლმე, იმიტომ რომ გამოკითხვა და არ არის საფეხბურთო მოვლენა და სპორტული მოვლენა გამოკითხვა და მანდ უფრო მარტივად სვამენ ხოლმე ასე ვთქვათ პროგნოზებს ბუკმეიკერების პროგნოზით აშკარა ფავორიტი იყო ფრანკ რიბერი სანამ ეგორი თამაში ჩატარდა და მე სპეციალურად გადაწია ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია ფრანს უდვალმა, იმიტომ სპეციალურად რა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ამის დასასრულებლად გადაწიეს ხმის მიცემის ცერემონია. სანამ ეს მორჩებოდა, არა ლოგიკური იყო, აბსოლუტურად ლოგიკური. ეხლა სხვადასხვა ნაკამათები გვაქვს ამაზე. კი ბატონო, და ეხლა ვამბობ ლოგიკური იყო თქო გადაწევა, იმიტომ რომ წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. წლის მაშინ ვამბობდი ხა იცვლის ადამიანი აზრს. ზა, მიხარი რა სწორ გზაზე დადი. მაშინ გადაკრული მაინც რობერტს ნომოეგო. რიბერს ნომოეგო, მაინც რიბერს ნომოეგო, მიხოთ მაგის, იმიტომ რომ არ იყო ესეთი შესარჩევი იყო, გასაგებია. მე რას ვეკითხებოდი, იცი რომ ეს მოვლენა შვედეთთან ორი თამაში ითამაშა. რაღაცა ხომ მიაკუთვნონ რომელიმე წელიწად საკუთარ წაიღოთ მეთქი და არა მაგ კუთხით ეხლა მაგით გეუბნები ეხლა დღევანდელი გამოსაყენო მაგ კუთხით სწორი იყო გადაწევა თუმცა ჩემი აზრით ეგეთი მნიშვნელოვანი არ არის რომ ოქროს ბურთის ის გადაეწყვიტა მაგას თქო კარგი გაქვს გაცმანდა გააკეთებინა რონალდოს გააკეთა მეტი რა უნდა ეკნა ხა გამოვიდა გაცმანდა მარტო გაიყვანა ეს პორტუგალია იმაზე შენ ხო არ გაქვს პერფორმანსზე რამე სხვა ალბათ ესპანეთთან რა 3 გოლი მნიშვნელოვანი ჯგუფში ხო მეტი სამწუხაროდ ბევრს მართლა გული მწყდება რომ ხსენდა დიდი იმედი მაქვს რომ ეხლა 41 წლის ასაკში მე რომ გითხავ რაღაცა ისეთ სიზონს და მაინც ხო და მესის ეხლა ბევრი რაღაცა 2022 წლიდან ვახსენეთ და ხო ბოლო ნახოთ რატო არა ნახოთ მართლა ამათებს უსურებ კრისტიანოს კაცი არის მისიაზე 1000 გოლი უნდა გაიტანოს და ვინ იცის სამსოფლიოზე რამდენს წაამატებს 961 გუნდზე გადავედით საუკეთესო ფორმაციის პორტუგალიის ნაკრები ვიტყვი რომ არის 2026 არ უთამაშია ჯერ მაგრამ მე მგონია რომ ახლა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა როგორიც შეიზანო ჯერ ხო ესე არ გვინახავს რაც გამოიწახა გაფართოებული მაგრამ ანუ ვინ შეიძლება პოტენციურად სოფლიოზე გავიდეს და წავიდეს ანუ წარმოუდგენლად კარგი შემადგენლობა ყავს და თან ისეთი რომ და ასე თუ ისე დაბალანსებული უკვე რაღაც დაცვაში შეიძლება დაცვაში ცოტა პრობლემებია მაგრამ წინაზეც კარგი იყო იმის წინაზეც კარგი იყო 2006-იც კარგი იყო მაგრამ მაინც მგონია რომ 26 არის საუკეთესო ფორმაციის ნაკრები რომელმაც მოიგო ევრო ეგ ყველაზე ცუდი ისტორიებში იყო ყველაზე თითქოს საინტერესო ნაკრები ნავადად ნაკრები რა აი 2006-იც კაი გუნდი იყო ეს მაგარი გუნდი იყო პაულეტა რუი კოშტა ფინუ კარვალიუ რავი მაგრამ მე 2006 მანიშე ხო 2022-ის თავისუფლად შეიძლება თქვა 2026-ის ორივე იმიტომ რომ თითქმის ერთი ნაკრებია რა ძალიან პატარა სხვაობაა შემადგენლობებში პეპე არ არის უბრალოდ აქეთ თორე ხა დღევანდელი შეიძლება პორტუგალიური სანაკრებო ფეხბურთის პრაიმია ეხლა იმ კუთხით რომ ძალიან ძლიერი შემადგენლობაა სახელებით როა იყო მაგრამ ნუ მე ახან 2026-ი თქვა უკვე ლუკა მე 2022-2006 ვიტყვი იმიტომ რომ შემადგენლობით ძალიან ეს ჩემპიონატი ხო იმითაც გამოირჩევა და ბევრჯერ შენს გითხოვს რომ ყველა ძლიერ ნაკრებს სასწაული შემადგენლობა ყავდა უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა შეიძლება ბოლო ეგეთ ტურნირი იყოს რაც ამდენი ვარსკვლავი იყო და ნუ პორტუგალიას არის გამონაკლისია ძალიან ძლიერ შემადგენლობა იყო დღევანდელი გამოსახერნა შეიძლება ვიღაცას ნუნუ გომეში ან პაულეტა სასაცილოდ ეჩვენებოდა მაგრამ მაგათ რუსმელები იყვნენ და ფიგურუ იკოშტა რომ თამაშობდნენ თუნდაც კარვალიო და პაულო ფერეირაც კი ძალიან მაგარი იყო მანიშე დეკუ კოშტინია ძალიან კაი ძალიან მაგარი გუნდი იყო ძალიან უბრალოდ იმას დავამატებ ცეგან ვერ იმასკენ რომ აი ხა ამ ნაკრების სიძლიერე უფრო მაგიტომ მგონია რომ უფრო ძლიერები არიან ვიდრე წინა რომ ამ ნაკრებს დაემატა თავის პრაიმში ნევეში და ვიტენია ხო მგონია რომ ერთი გუნდია კიდე ზევიდან დამატებული არა წინაზე კალა შენ მოდი არ დავჩაგრავ მე-16-ის ნაკრებს და ვიტყვი რა მიზეზი და სტატომ დაასახელა არგენტინის აი ეს სოფლიო ჩემპიონატის გუნდი და თან აი ეს რაღაცა კვარეჟმას და ნანის ნახვამა და განსაკუთრებით კვარეჟმასი კიდე იმიტომ რომ უფრო ასაკში იყო აი საკაიფო სანახავი იყო ფლანგებზე რომ ესენი იყვნენ ხოლმე და წინ რომ რონალდო იყო რა და გუნდი იყო შეკრული და თითქოს მაგ გუნდში განცდა რომ კრისტიანო რონალდოსთვის თამაშობთ იყო რაც მე დაიკარგა ხა ის არ ყოფილა რაც არგენტინის ნაკრები იყო ნამდვილად მაგრამ ყველაზე მიახლოებული და ეგ მიგვანიშნებს იმას რომ სანაკრებო ფეხბურთში აი ამ შეკრულობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე რამდენ სხვა შეკრულობაზე არ მოგწონს ვიდრე რამდენი ვარსკვლავი ყავს იმიტომ რომ ნუ ავერიგებ რა 6-ის ბრაზილია ასე ძალიან მაგარი იყო. კი მართალია. მაგრამ არ გაგვიხია ზიდანმა, იმიტომ რომ მას ყავდა მაკელელე და ვიეირა და აქ იყო რონალდინიო, კაკა, ჟუნინიო, რობინიო, ყველაფერი ბინიო და გადაგვიხია თავზე იმას შეკრულმა დაბალანსებულმა გუნდმა. გასაგები.
ყველაზე მძიმე მარცხი კრისტიანოსთვის სანაკრებო კარიერაში. მე ისევ მივდივარ და შორს რა წავალ და ისევ მანდ ვიქნები პორტუგალია. მოროკო ბოლო სოფლის ჩემპიონატზე და იმ ფრაზას ახლა აღარ ვიტყვი. ხო პორტუგალია მაროკო ძალიან ისა რა ქვია ყველაზე ლოგიკური ჩანს, მაგრამ მოდი სხვას ვიტყვი მე. მithumetes იმდე ტურნირზე აქვს ნათამაშები რა რაც გინდათ საპოვნელია ურუგვაისთან 2018-ში რატო? რა რატო? რატო თქვი ხმა ინტერესებს? იმიტომ რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო. არა, მაგრამ ვიფიქაი ხომ ვიაზრე, მაგრამ თითქოს ეგ არ ძლიერი გუნდი იყო პორტუგალია, პლუს ძალიან კარგი რაღაც მოხდა იმავე დღეს, ცოტა ხნით ადრე კრისტიანოსთვის მესი გავარდა არგენტინა და შესაბამისად მაგაზინ გათავისუფლდა, რომ არგენტინა აღარ დააუკვე ტურნირზე. და ურუგვაისთან მაინც ფავორიტად ითვლებოდა რა, ხა ეს პორტუგალის ნაკრები, მაგრამ გამოვიდნენ და წააგეს. აბა ხო 2000 სხვა მარცხები ზოგი ისეთი იყო, არ მახსოვს. ხო 4 იყო. მეს მაროკო ხან ისეთი პირველი რო გაგონდება ბოლო რო მაგიტო დაგასწარით. ევროს ფინალიც ცხადია, ისეთი პასუხია რაღაცა ლოგიკურია. და გავიხსენე ერთი ეგეთი თამაში 2012 წელს პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე იყო საკმაოდ კარგი. რონალდომ გოლები გაიტანა, ჰოლანდიას გაუტანა, დანია ყავდათ კიდე ჯგუფში, მაგათაც გაუტანა და იარეს ნორმალურად. ნახევარფინალში შეხვდნენ ესპანეთს. და მაგ წლის ესპანეთი იყო ყველაზე დომინანტური გუნდი, რომელსაც საერთოდ ალბათ უარსებია ნაკრებში რა, სანაკრებო იმაზე, ხო? იტალიას 4-0 მოუგო ფინალში. კი, ყველა ჯგუფში ვერ მოუგო მაგალითად. ჯგუფში ვერ მოუგო, მაგრამ რას გულს ხომ ფორვარდი არ ყავდათ. ვილა და ტორესი უკვე აღარ ვარგა, ვილა ხო და მაგას ვიძახი, ფორვარდი არ იყო. ფაბრეგასი იდგა, მოკლედ ძალიან დომინანტურია, ძალიან ძლიერი იყო ეს ესპანეთი, ჩაგრავდა ყველას. ნახევარფინალში შეხვდა პორტუგალიას, თამაში იყო ცუდი 0-0 მორჩა. მაგრამ აი წეღარო თქვი პენალი ვერ დაარტყაო. ეგ მანდარი 12. ხო, შენ თქვი ბოდიში. იმან გააფუჭა რა ქვია. მე ის არ მომწონს რომ ეს მეხუთე ურტყავდა. ბრუნო ალვეში ხო? კი, ბრუნო ალვეში გაარტყა ძელს და ანუ ფინალში შეეძლო გასულიყო იტალიაზე, პორტუგალიას, რომელთაც ძალიან კარგი შანსი, ძალიან კარგი შანსი ექნებოდა და ის ფაქტი რომ ამა პენალტი ვერ დაარტყა, იმიტომ რომ რატომღაც მეხუთედ ჩაჯდა თუ ჩასვეს საწყენი იქნებოდა რა, აი ნახევარფინალში წაგება, ერთი დარტყმით რო აგებ, ტეხავს და თან შანსი რომ ვერ მიიღო რა მაგის ხო. და მეც გავაგზავნე ლუკას ნათქვამს, მე ვიტყვი რომ მაროკოსთან და რატომ? იმიტომ რომ ალბათ ბოლო იყო, განცდების დონეზე სრამლები ვერ შეიკავა. 2-4 წილის, მაგრამ პატარაა და წინაქელი კარიერა და ფიქრობ რომ ამათ დავღეჭავე ხა ისე მოვიგებ და თავარი რა. სკამზე დასმის თემა, რომ ვერც ითამაშა ბოლომდე რა. ეგ მგონია რომ კრისტიანო რონალდოს ვალი მაგ კუთხით აქვს პორტუგალიას კი. წნელს კი არა. ანუ წნელი რაღაცა აიძულეს და იძულებულიც გახდა რომ ეგ გააკეთე მე ხა. გონსალო რამოსში და ვიღაცა აი ამხელა ამაგირო აქვს ტიპს გაკეთებული. მგონია რომ სპორტის ცხოვრებისეული მომენტია ხო ეგეც მარტო სპორტი რომ გავყოთ ახლა რომ ის გაუშვეს და ეს გამოუშვეს მაინც დაფასების მომენტია რა როცა შენმა ამხელა ფიგურამ ევროპის ჩემპიონატი მოგეგებინა ამდენი წელია ყველა დროის საუკუნის ფეხბურთელია მართლა ცოტა სხვანაირად უნდა მოიპყრო თორე აი ტექნიკური მიზეზებით რატო შეიძლება არ ათამაშო მაგის ახსნა ძალიან მარტივია ხო ლოგიკა ჩანს ლოგიკა მაგრამ რონალდოს სახელოს ფიგურირებს ხო ეგ ლოგიკა ადამიანურად არ მოსულა მაგის გაკეთება ოღონდ მწნელია წნელს ვერ ვადანაშაულებ ბოლომდე თქო რა მაგიტომ რომ იქ ეს მე ბრუნო ჰეტრიკი შეასრულა და ხო და ბრუნოთი დავიწყე რა მაგიტო რა მე ბრუნოთი ხო დავიწყე და მან არ მithქვამს რონალდოს სახე ანუ მაგ მომენტში რომ ბრუნო ხელს ესე ართმევს რონალდო როგორი გაკვირვებული იყურება რა აი უბრალოდ შემცპარია რა აი მანჩესტერის რაღაც იმის გამო იმან რომ კარგი ბიჭის იმეჯი ითამაშოს ბრუნო ფერნანდეშმა რომ იქ რო ჩავამერე მეტაში უთხრა რა კაი ბიჭი ხარ შენო აი რაღაც ეგ იყო და აი ეგ სკამზე დასმა რაც არ უნდა იყოს ეკუთვნოდა მაგაც რომ ეთამაშა როგორ თამაშობდა ხედავდით მაგას და ისა ბურთს ვერ მიზუდა და მე გავიტანეო მაინც რომ ზეიმო და არც ეგ არ იყო ლამაზი მაგრამ ხო როგორი ის იყო იცი ფერნანდო სანტოშის ხრიდან რომ 2-7-იანი პოკერში რომ მოგივა 2-7-იანი ან უნდა გადაყარო და ან იშვიათად შეიძლება რომ ითამაშო უნდა ათამაშო ისე ვითომ ორი ტუზი ყავს სერიოზული ბლეფი გჭირდება. იმიტომ რომ ისე უნდა ითამაშო ვითომ ორი ტუზი. ეგრე უნდა ითამაშა რა. ფანო სანტოშმა გააკეთა 2-7-იანი აიღო ამ შემთხვევაში გონსალო რამოსის სახით და ცადა რომ ბლეფა თითქოს ორი ტუზი ეჭირა ხელში და არ გამოვიდა, გამოიჭირეს. იმიტომ სხვას ეჭირა ვიღაცას ორი ტუზი ენესირი ყავდა იქ თვითონზე მაროკოს. ხო, ნუ არ შეიძლება კრისტიანოს სკამზე დასმა თუ ყავს
ათამაშე ბოლომდე ცუდია. კაია იმა ჰეტრიკი შეასრულა არ აქვს. შემდეგ თამაში ისე ძირითადში უნდა თუ იყოს. წააგებ, კრისტიანს თუ წააგებ, არავის პრეტენზია არ ექნება. რონალდოს დაბრალდება ისე. ხო, სატელეგრამო სამზეო დატოვებ და წააგებ. შენი ბრალი იქ მაგით 2-7-ში ითამაშა და გამოიჭირეს 2-7-იანი ეჭირა. ხო და ნუ არ მოსულა ეგ. მართალი არის ის რომ არ შეიძლება. აი რაული როგორც არ წაიყვანა არაგონესმა იმიტომ არ წაიყვანა რომ არ უნდა და მაგ სიტუაციაში აღმოჩენა. რა უნდა ეთამაშებინა ასას კამზე ვერ დასვამდა და კრისტიანოს იგივე ამბავია რა. არ შეიძლება მაგის კამზე დასვა. ეპოქა დამთავრდა დიდიო ხო არის ნათქვამი. კაცმა არ იცი შენ აღნიშნე ხო უგენა კაცმა არ იცი. მაცადე რა უხდება პოეტური დასასრული ამას და მე ბოლაი ხო მოურჩები ამ შეჯამებას მე ვიტყვი. ოღონდ ალბათ ეს დავაყო. მართლა დიდი ალბათობით ეს არის ბოლო ზაფხული როცა ლეო მესი და კრისტიანო რონალდო ითამაშებენ სანაკრებო ტურნირზე. დიდი ალბათობით კიდე ერთხელ კაცმა არ იცის მართლა შეიძლება 43 და 45 წლის რონალდომაც სადღაც ითამაშოს. არავინ იცის მესი. 43 წლის მესიმაც და 41-საც და მოკლედ. მაგრამ ეხლა ისეთი პირი უჩანს, რომ ეს იქნება მათი ბოლო ფორუმი და ჩვენ რაღა დაგვრჩენია ფანებს, რომ ვისი ამოვნოს მათი თამაშით. წარმატებები უსურვოთ და რა ვიცი გვაჩუქონ რაც შეიძლება მეტი გოლი, იმიტომ რომ ფანებს ყოველთვის გიხარია გოლების ნახვა. იმედია ბოლო იქნება. მოდი მიუხედავად დიდი პატივისცემისა და ამ მასეჯობია. ხო, ყველაფერს football until football leaves you. ეგ არის, იმიტომ რომ ბოლოს ეხა იმაში რაღაცაში ნუ დინამოში თამაშობდათ ნუ ჩამოვა. აქ ჩამოვიდეს. აუ საუდის არაბეთის სოფლიოს რო დაეღოდოს რონალდო. აი ეგ იქნება ალბათ. ნუ იქნება ასე. მადლობა ლეოს და კრისტიანოს. ამერიკული ფეხბურთის მესამე ეპიზოდი ასეთი იყო. გამოიწერეთ ჩვენი ახლა არ გამოგჩეთ სხვა ვიდეოები და შევხვდებით ძალიან მალე. ბოდიშო ცოტა მოკლედ ვისაუბროთ.